დილამშვიდობისა დღეს 6 მარტია ოთხშაბათი თქვენ უყურებთ დილის გადაცემა განთიაც რომელსაც დღეს კახა მიქიაშვილი და ელისაბედ აბულაძე გაუძღებით ყველას ბედნიერ დღეს გისურვებთ. წარმატებულ დღეს გისურვებთ, ვინც გარეთ არ გასულხავთ გეტყვით თბილი საგაზაფხულო ამინდი გელოდება, თუმცა მანამდე უახლოესი საათნახევრის განმავლობაში არ უნდა იქნებით თბილი გადაცემა ჩვენთან ერთად გელოდება. ვიდრე სტუმრებს წარმოგიდგენთ გეტყვით იმ წმინდანების ხსენებას, რომელსაც დღეს მართლმადიდებელი ქართული საქართველოს ეკლესია იხსენიებს. დღეს გახლავთ ხსენება ღირს ტიმოთესი, წმინდა ევსტათის ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსის და წმინდა გიორგი ავსტრიელი ეპისკოპოსის ბუნებრივია სხვა წმინდანებთან ერთად და ჩვენ მათ შემწეობას გისურვებთ. რაც შეეხება თემებს, სტუმრებს, ეკლესიაში განვლილი კვირის მოვლენებზე ისაუბრებს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი და კეკეთში მდებარე წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ანდრია ჯაღამელი, რომელიც სულ რამდენიმე წუთში შემოგვიერთდება. 7 მარტს 75 წელი სრულდება საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადებიდან. მისი ცხოვრების შესახებ ვისაუბრებთ დღეს. ჩვენი სტუდიის სტუმარი იქნება საქართველოს საპატრიარქო სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ბაკურ გულუა. მართალია გაზაფხული ბევრს იმიტომ უხარია, რომ სიფოთგება, მაგრამ გაზაფხულს თან ახლავს ალერგიების დადგომაც. ეს საკითხი აქტუალური ხდება. დეტალებზე უკვე სტუდიაში ისაუბრებს პროფესორი მაია გოთუა. გამოიცა სამენოვანი ნარკვევი, რომელიც აერთიანებს ტაო-კლარჯეთის კულტურასა და ისტორიას. თემაზე სტუდიაში ისაუბრებს სამეცნიერო ავტორი პროექტისა, ისტორიკოსი გოჩა საითიძე. საინტერესო გადაცემა გელოდება წინ, ბუნებრივია სტუმრებთან ერთად არანაკლებ საინტერესო სიუჟეტებს შემოგთავაზოთ, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად, დაიწყებთ დილა განთიასთან ერთად. სანამ მოწვევი შემოგვიერთება, ძალიან საჭირო და საინტერესო ვიდეო რგოლი უნდა შემოგთავაზოთ, სიტყვების ეტიმოლოგია და ასევე როგორ დავიცვათ თავი ბარბარიზმებისგან, ასე რომ დროებით. ნიუტონის ვაშლი. გადმოცემის თანახმად ინგლისელი ფიზიკოსი ისააკ ნიუტონი მსოფლიო მიზიდულობის კანონის აღმოჩენამდე ერთმა ფაქტმა მიიყვანა. მის თვალწინ მწიფე ვაშლი ხიდან მიწაზე ჩამოვარდა. დიდი ფიზიკოსისთვის ნათელი გახდა ყველა საგანი საყოველთაო მიზიდულობის გამო მიწაზე ვარდება. არავინ იცის რამდენად შეესაბამება ეს ამბავი სინამდვილეს, თუმცა ამ ისტორიამ მთელ მსოფლიოში პოპულარობა მოიპოვა. სინდისი და ნამუსი. სიტყვა სინდისი ბერძნული წარმოშობისაა, ნამუსი სპარსული. ქართულ ენაში ეს სიტყვები დიდი ხნის წინ დამკვიდრდა. სინდისიც და ნამუსიც თანაბრად იხმარება ზუსტად ერთნაირი მნიშვნელობით. ბედაური. ჯიშიანი ცხენის სინონიმად ქცეული ეს სიტყვა ქართულ ენაში არაბულიდან შემოვიდა. ის ბედუინების, მომთაბარე მეუდაბნოვე ხალხის ცხენია. გილი აქვს კანონის დარღვევას. მცდარია. სწორია, კანონი ირღვევა. ვწეროთ და ვიმეტყველოთ სწორად. უთქვია. მცდარია. სწორია, უთქვამს. ვწეროთ და ვიმეტყველოთ სწორად. რეპორტინგი ბარბარიზმია. ქართულია ანგარიშგება, დასკვნა. დაიცავი, სახელმწიფო ენა. ევიდენსი ბარბარიზმია. ქართულია მტკიცებულება, სამხილი. დაიცავი, სახელმწიფო ენა. გრძელდება ჩვენი გადაცემა, ყველას კიდევ ერთხელ სიამოვნებით მოგესალმებით, როგორც დავაანონსებთ, განვლილი კვირის სიახლეებზე, რაც ეკლესიაში ხდებოდა, სასაუბროდ მოვიწვიეთ გადაცემაში, კიკეთში მდებარე წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძრის წინამძღვარი და საქართველოს საპატრიარქოს პრესამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღამელი და დილამშვიდობის მადლობა, რომ რაღაც ტრადიცია დავნერგეთ ყოველ ოთხშაბათ, ჩვენ საუბრობთ განვლილი კვირის მოვლენებზე, რაც ხდება ეკლესიაში, ბუნებრივია საზოგადოება საინტერესებს და ჩნდებოდა სულ კითხვები, რომ ეს საპატრიარქო რატო არ აკეთებს განცხადებებს და განმარტებებს და ჩვენი ეთერის საშუალებით ჩვენ ვცდილობთ რომ სწორედ ეს განმარტებები გაკეთდეს თქვენი მხრიდან. მამა ანდრია, განვლილ დღეებში რა სიახლეები იყო, მათ შორის ჩვენ ვიცით რომ თქვენ მზადდებოდეთ ციხეს შესული მამა გიორგის მოსანახულებლად, ასევე ძალიან აქტუალური თემა იყო მეუფე ანტონის განცხადება და კიდე რა შეიძლება შევაჩეროთ ყურადღება ჩვენს ეთერში დღეს. ცოტა ხნის წინ ჩვენ განცხადება რომ გავაკეთეთ საპატრიარქომ რომ გააკეთა განცხადება
იქ ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო. ზოგადად ეს პროცესები უნდა აუცილებლად უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომ ეკლესიას უწევს რაღაცა საინფორმაციო ომის წარმოება. უпросторо ჩვენ ახლა ამ ომში რაღაცა დიდი გამარჯვების იმედი არც უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი სპეციფიკა და ნაკლებად ვფლობთ იმ უნარებს, რომ აქ რაღაცას მივაღწიოთ, თუმცა რაღაც საკითხებზე მაინც პასუხი გასაცემი არის და ყოველი აი ეს რაღაცა სკანდალური თუ სხვა სახის შემოტევა უნდა აუცილებლად ამ კონტექსტში განვიხილოთ, რომ იმ პირობებში, როდესაც გარკვეულმა საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფმა მიზანმიმართულად გადაწყვიტა, რომ უნდა ახალი საზოგადოება შექმნას, ძველი სტერეოტიპები დაანგრიოს, ძველი ფასეულობები გადააფასოს, ეკლესია, როგორც თავისი კონსერვატორული მიდგომით რაღაცნაირად შეფერხება არის ამ გზაზე. ეს ესე გარეგნულად რომ შევაფასოთ და რეალურად ქრისტიანული ფასეულობების დაცვა ეკლესიას ყოველთვის უხდებოდა ხოლმე ბრძოლის ხარჯზე. სხვაგვარად არ ხდება. აქაც ამ შემთხვევაშიც ნებისმიერ შემთხვევას, აი ეს ეკლესიასთან მებრძოლი, ასეთი სული, ნებისმიერ შემთხვევას იყენებს მოხერხებულად, რომ რაღაც ჭრილი მიადგეს ეკლესიის ავტორიტეტს. ეკლესია ჩამოშორდეს საზოგადოებას და იოლის ამართავი გახდეს პროცესები საზოგადოებაში. ჩვენ გვახსოვს ძალიან ხმამაღალი განცხადებები ეკლესიისა და ჩარევა იგივე სკოლაში მედა საზოგადოების შემოტანასთან დაკავშირებით იქ იყო ბევრი თემები, რომელზეც საზოგადოება ასევე რეაგირებდა, ეკლესია აღმოჩნდა ხმა მათი ნარკოტიკებთან დაკავშირებით გვახსოვს, ახლა აზარტულ თამაშებზე გვაქვს მსგავსი რამ. და დეკანოზი გიორგი მამალაძის საკითხიც აუცილებლად ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. შემადგენელი არის ამ საქმის შემადგენელი არის აუცილებლად ის, რომ ინტერესი ძალიან დიდი გაჩნდა, რომ სწორედ ეს საქმე, რაც შეიძლება დიდხანს და ხანგრძლივად ეკლესიის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული, მისი ავტორიტეტის წინააღმდეგ. კონკრეტულად საპატრიარქოს მისამართით ხდება ტალახის სროლა, მაგრამ ზოგადად ეკლესიას ეხება ყველაფერი ეს მაინც და ეპიცენტრში ნეფსით თუ უნებლიეთ, ზოგჯერ ნეფსით, ზოგჯერ უნებლიეთ, თავად დეკანოზი გიორგი აღმოჩნდა და ყველაფერი რაც უკავშირდება მის აი ამ საკითხს, ყველაფერი ხდება ძალიან სასკანდალო და ძალიან დიდი ინტერესი აქვს. ჩვენ თქვით, რომ შეუძლებელი არის არ ესმოდეთ მის გარემოცვას და მის ქომაგებს, რომ ერთდროულად ძახილი იმის, რომ საპატრიარქოში დაგეგმეს მისი პატიმრობა და იმავდროულად თხოვნა, რომ დაგვიწერეთ შუამდგომლობა პრეზიდენტთან, რომ შეიწყალოს, ეს ორი რამ ძალიან წარმოუდგენელი ჰიბრიდია. ერთად ამისი ყოფნა არ შეიძლება რომ არ გესმოდეს, რომ ეს არ შეიძლება ამით შედეგს ვერ მიიღებ. თუმცა თუ შედეგს ელოდები იმას, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს, ჩიხში იყოს შესული საპატრიარქოს, არ ქონდეს საშუალება ნაბიჯის გადადგმის, შემხვედრი ნაბიჯის გადადგმისა. მაშინ ესე იგი ეს არის მისაღწევი მიზანი. როდესაც განცხადება გაკეთდა, უბრალოდ მეორე დღეს მომიწია დეკანოზი გიორგის ნახვა. მანამდეც მე თორნიკესთან საუბარში, მის ძმასთან საუბარში და მასთანაც საუბარში ძალიან კარგად გავმარტე, რას ნიშნავდა იქ იყო ესეთი შეკითხვა დასმული. რას ნიშნავდა განცხადებაში ნახსენები ბრალის წილის აღიარება, დანაშაულის წილის აღიარება. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეკლესია
არ შედის სამართლებრივი შეფასების ზონაში. ეკლესია აფასებს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომელიც უკავშირდება სულიერ ცხოვრებას. და ვახსენეთ წეღანაც მთელი ეს კასკადი ცილისწამებებისა, რაც წამოვიდა საპატრიარქოს მისამართით, ცრუ ბრალდებები, რაღაცა ძალიან ბევრი დაუსაბუთებელი ბრალდებები. ეს ყველაფერი უკავშირდება უშუალოდ დეკანოს გიორგი მამალაძეს და ნებსიდან უნებლიეთ ვიღაცას სურს ამისი გასკანდალება, ვიღაცა სჯერა ეს, ვიღაცას არ სჯერა, ყოველ შემთხვევაში აი ამ განცხადებაში ნათქვამი დანაშაულის წილი ნიშნავდა შენდობის თხოვნას და აღიარებას იმის, რომ ეს ცილისწამებები მისგან მომდინარეობდა. და არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ რაც სასამართლოზე არ აღიარა, თითქოს საპატრიარქო აიძულებს, ხო. სრულიად სხვა რამის აღიარებას. დიახ, ეს იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ეკლესიურ ადამიანზე, რომელსაც სასულიერო ხარისხი აქვს, რა თქმა უნდა, მისდამი ეკლესიას განსაკუთრებული მოთხოვნა და განსაკუთრებული მოლოდინები აქვს სულიერ ასპექტში. თუმცა მამა ანდრია ისმის საკითხი საზოგადოების ნაწილი სვამს თქვენ დაგისვეს რამდენიმე გადაცემაში ამ ეს კითხვა რომ რა შეჭირდება ეკლესიას რომელიც არის რაღაც სულიერების მწვერვალი ყოველ შემთხვევაში ესე ნაბლოთესია რომ რაღაც წინაპირობა იყოს ადამიანის შეწყალებით თუნდაც ეს არის დამნაშავე. აი რა უჭირდება ეკლესიას ეს და პატრიარქს, განსაკუთრებით ამ ბოლოს უკვე პატრიარქს ხდება აქცენტის გადატანა. აქ კარგად უნდა გავერკვეთ სიტუაციაში. ეკლესია არავის არაფერს არ თხოვს. ამ შემთხვევაში მამალაძის ოჯახი ეკლესიას თხოვს და საპატრიარქოს თხოვს თვითონ. და მოდი წარმოვიდგინოთ აი მთელი პროცესი როგორ მიმდინარეობდა. საპატრიარქო მთელი 2 წლის განმავლობაში არ იმართლებდა თავს. ხო, მასზე მოდიოდა აი ეს ნიაღვარი ცილისწამები. გაუგონარი ცილისწამების. იქამდეც მივიდა რომ საპატრიარქოს უნდა რომ მამა გიორგი ავად იყოს, ან გარდაიცვალოს, ან რაღაცა ერთ-ერთმა ვიღაცამ ისიც კითხვა რომ მისი საპატრიარქოს მოლოდინი იქნებოდა რაღაც მოულოდნელი გარდაცვალება ჯვარია წეროს ყველას. მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდა, იმიტომ რომ დაცვის მხარემ საპატრიარქო როგორც მხარე ისე წარმოაჩინა თავის მსჯელობაში. ამიტომ მას სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ დალოდებოდა დაამტკიცებენ თუ არა რომ საპატრიარქოში დაიგეგმა. ამიტომ რომ გამართლება იმავდროულად ნიშნავდა რომ საპატრიარქოში დაიგეგმა, იმიტომ რომ ვერსია ასეთი იყო. სხვანაირად ვერ გამართლებოდა. თუ გამართდა სასამართლომ თუ გაამართლა დეკანოზი გიორგი მამალაძე, ესე იგი დაადანაშაულა საპატრიარქო, ანუ იქ მოუწყეს ეს ყველაფერი. ხო, ეს გადააბეს ეს ერთმანეთს, ეს ძალიან დიდ უხერხულობას ქმნიდა. როდესაც სამივე ინსტანცია წააგეს. მე ვნახეთ ჩვენ არავი. მოთხოვნით რომ აზიარონ. მე საპატრიარქომ თქვა რომ არ არის ამაზე შეზღუდვა აზიარეთ. მაინც ამბობდნენ რომ არა შეზღუდვა არის. მე ვნახეთ აქცია საპატრიარქოს წინ, რომელიც სავარაუდოდ ელისო კილაძემ გაუკეთა ორგანიზება. თუმცა აზიარეს, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც უკვე აზიარეს და მამა გიორგი არის საავადმყოფოში. საოცარი პარადოქსია, მთელი მისი კომაგები ესე იგი ელოდებოდნენ, მოლოდინი ჰქონდათ ძალიან დიდი, რომ იქნებოდა მძიმე დიაგნოზი. ჩვენ ლოცულობდით, რომ არ ყოფილიყო მძიმე დიაგნოზი საპატრიარქო აზიარა დეკანოზი და იქ იყო გამალებული მოლოდინი იმისი, რომ იქნებოდა ძალიან მძიმე დიაგნოზი და წინასწარ კეთდებოდა განცხადებები პოლიტიკოსების, იურისტების, არ ვიცი, არასამთავრობოების, ჟურნალისტების მიერ. გარდა მედიკოსებისა, ყველა აკეთებდა დიაგნოზზე პროგნოზს. და აღმოჩნდა, რომ მადლობა ღმერთს, რომ აღმოჩნდა, რომ არ არის მძიმე დიაგნოზი, როგორც 'იყო მოლოდინი, არ არის ეს ინსულტი. და
ასე ყველა იარაღი იხმარეს ეკლესიის წინააღმდეგ და დადგა მომენტი. მამანდრი იგივე თემაზე მე მოვისმინე განცხადება, რომ პატრიარქი სპეციალურად გვიან მოიყვანეს იმ დღეს, რომ არ ინახა ეს აქცია, მე ვიტყვი მიზეს, რაც გამო მე ვესწრებოდი უშუალოდ იმ წუთებში მუძინების მდგომარეობაში იყო მისი პირადი სტიქაროსანი, მის სანახავად იყო პატრიარქი, რომელიც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ეს იყო შეფერხების წირვის მერე და არა იმიტომ, რომ არ ინახა აქცია. დიახ, ახლა დღევანდელი საინფორმაციო საშუალებების განვითარების პირობებში რთულია ახლა ვიფიქრო რომ ამის დამალვა შეიძლება რომ საპატრიარქოს კარებთან კარავია გაშლილი ახლა ეს. მithumetes პატრიარქი თავად უყურებს. და ახლა ყვები ესე იგი რა ხდება? როდესაც ეს ყველაფერი მოიმოქმედეს, რომ საპატრიარქო რაღაცნაირად არ ვიცი რა უნდა ეკრათ, ალყაში ყავთ თუ საინფორმაციო ეს აწარმოეს ყველაფერი ყველა საშუალება გამოიყენეს. და აღმოჩნდა რომ არც დიაგნოზია მძიმე, არც სასამართლოში მოხდა გამართლება არც ერთ ინსტანციაში. რა დარჩა ბოლოს? ბოლოს მოვიდნენ სათხოვნელად იმისათვის რომ შეწყალების შუამდგომლობა დავაყენოთ. ბუნებრივია ამაზე საპატრიარქოს რა პასუხი ექნებოდა. ხო არ ეტყოდა რომ არ გელაპარაკებით. ამის მერე, როდესაც თორნიკეს ვესაუბრე, კითხვა იყო რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის რომ საპატრიარქომ შუამდგომლობა დააყენოს და მე უთხარი რაც შეიძლება რომ გააკეთოს. ანუ ყველა ის ბრალდება, ყველა ის ტალახი რაც ნასროლი იყო საპატრიარქოს მხრივ, ან უნდა დაამტკიცო, ან რა თქმა უნდა მე შენდობა უნდა ითხოვო. ან თუ გინდა ნურს დაამტკიცებ, ნურს შენდობას ითხოვ, მაგრამ მაშინ შუამდგომლობა მაინც აღარ უნდა ითხოვო. აქ ბევრი ვარიანტი არ არის. და ამაზე რა თქმა უნდა ეს უთხარი. მე ეს შეეცადნენ მოითარგმნოთ პირიქით, რომ თქოს საპატრიარქო ეუბნება რომ თუ გინდა რომ შეგიწყალო, მაშინ ეს გააკეთე. არა, ესე არ ყოფილა. თუ უნდათ, ხო, მე არ მინდა ეხლა ეს რაღაც ნიშნის მოგებით გამომივიდეს, მაგრამ იძულებული ვარ, როდესაც საპატრიარქოს ინტერესებს ვიცავ და სიმართლეს ვამბობ, იძულებული ვარ, რომ რაღაცა ისეთი ვთქვა, რომ შეიძლება მოსაწონი არ იყოს იმ ხარისაც. ანუ აქ ესეთი რამე არის, რომ თუ არ ჩენდობას ვითხოვ და ვერც ამტკიცებ, მაშინ შეწყალებას შუამდგომლობაც არ უნდა ითხოვო. მამანდრია, ასევე ხმაური მოყვა მედია საშუალებებში მეუფე ანტონის განცხადებასაც, რაც აი კახამაც ახსენა დასაწყისში და სხვადასხვა ინტერპრეტაციის, ასე ვთქვათ, საშუალებად იქცა მედია საშუალებებისთვის. მათ შორის ერთ-ერთი ვერსია ასეთი იყო ტელევიზიებისა, რომ გაუთქმელობის საფასურად საპატრიარქო აპირებს, რომ შეიწყალოს დეკანოზი მამალაძე. აი ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით და ისევ წერილთან მივდივართ, რომელზეც სხვათა შორის გუშინ თორნიკე მამალაძემ თქვა რომ ამ წერილში ისეთი არაფერი წერია, ანუ ერთ-ერთ სააგენტოს ედო ეს ინფორმაცია. როდესაც საპატრიარქო ამბობს რომ ვიღაცას ძალიან აინტერესებს საპატრიარქო იყოს ხელფეხშეკრული რომ ნაბიჯი გადადგას თუ იქნება მათი მხრიდან თხოვნა. სწორედ ამას ადასტურებს ესეთი ინტერპრეტაციებიც. ანუ როდესაც მოვიდა მამალაძის ოჯახი, გთხოვა ჩვენ რა გავაკეთოთ, ჩვენ ვეუბნებით აი ეს ცადე იქნებ გამოგივიდეს ისეთი აღსარება რომ და ისეთი შენდობის თხოვნა პატრიარქისადმი და იმ ხალხისადმი ვინც მოყვა ამ ტალახის ნიაღვარში რომ შესაძერისი იყოს თხოვნისა. ეს დაატრიალეს პირიქით, მე გამოიტანეს და ისევ საპატრიარქოს პოზიცია ასე არასწორად წარმოაჩინეს. აქაც ამ შემთხვევაში ესე იყო, რატო უნდა დაისვას ასე შეკითხვა საპატრიარქო მიდის თუ არა რაღაცა გარიგებას, მაშინ როდესაც განცხადებაში ვთქვით, რომ გამოაქვეყნეთ ყველაფერი რაც გაქვთ, თუ კი თქვენ ფიქრობთ, რომ რაიმე არსებობს ისეთი, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს ისეთი აზრი, რაღაცას უფრთხის საპატრიარქო, მოდი გამოაქვეყნეთ ეს. და ამის მერე დაიწყო მტკიცება იმის, რომ არაფერი არ არის ამ წერილში ისეთი, რომელიც გამოქვეყნება საჭიროებს. როცა საპატრიარქო ამბობდა ამას, ყველა აკეთებდა სხვანაირ ინტერპრეტაციას. და ეხლა თვითონ ამბობენ, რომ რაღაც განსაკუთრებული სტრესის ქვეშ იყო დაწერილი, რომ ეს წერილი აბსურდულია, რომ შიგნით არაფერი არ წერია. მადლობა ღმერთს, თუ არაფერი არ წერია და თუ არ აქვს სურვილი გამოქვეყნების ახლა პრივატული წერილი არის ერთმა ადამიანმა მიწერა მეორეს. რომც მქონდეს მე ამისი გამოქვეყნება არის ძალიან დიდი უზნეობა. დიახ. თავად წერილის ავტორი სანამ არ იტყვის რომ მოგწერა წერილი, ეს წერილი გამოაქვეყნე,
მანამდე არ არის გამართლებული, რომ ამიტომ მათი გადასაწყვეტია. მაგრამ როგორც ჩანს, იმ წერილში თრად ისეთი არ წერია, რომ აწყობდეთ გამოქვეყნებას, თორე მე არ ვიცი ხო. აი გუშინდელი თორნიკე მამალაძის ინტერვიუც ამას მოწმობდა ალბათ, რომელიც სააგენტოზე დაიწყო. დიახ, თორნიკე. რაც შეეხება მეუფის განცხადებას. რაც შეეხება მეუფის განცხადებას. მეუფე ანტონი ბრძანდებოდა საპატრიარქოში, მანამ სანამ წავიდოდა საპატიმროში. და ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ წინასწარ საპატრიარქოს არ ქონია განზრახვა ამისი, რომ უპირობოდ დეკანოზი გიორგი დარჩეს ციხეში, პირიქით თუ მიეცემოდა საპატრიარქოს საშუალება შეწყალების შუამდგომლობის დაყენებისა, ამას დააყენებდა და ოპონენტებიც ამბობდნენ, რომ პატრიარქს ჰქონდა ამის განწყობა და ვადასტურებ, რომ დღესაც არსებობს ამისი განწყობა, უბრალოდ არ უნდა დაწყებულიყო შანტაჟისცენით ლაპარაკი საპატრიარქოსთან და ეს მალევე შეიძლება ყოფილიყო. ამის გამოხატულება იყო, რაც მეუფე ანტონმა იქ თქვა. მეუფე ანტონის დეკანოს გიორგისთან საუბრის მერე მას გაუჩნდა მოლოდინი, რომ რაც განცხადებაში ეწერა, რომ შენდობა უნდა ითხოვოს თავის ბრალეულობაზე, მას გაუჩნდა მოლოდინი, რომ დეკანოზი გიორგი ამას აპირებს. და იქ ჟურნალისტებთან საუბრისას ეხლა ასე დეტალურად აღარ მოყვა, ვინ რას აპირებს, მაგრამ ზოგადად განწყობები რაც იყო, თავისი გულკეთილობით, თავისი რაღაცა ემოციურობით პირდაპირ თქვა ეს. და ეს სულაც არ არის სიმართლისაგან შორს. ხელფეხს უკრავს აი ეს მეორე ნაწილი, რაც ეხება შანტაჟს. ეხ თქვენ ასევე ამის მერე შევხვდით მამა გიორგის და მანამდე კიდე რამდენჯერმე. საინტერესოა თუ არის ამის საშუალება, რომ გითხრათ, თავად მამა გიორგის განწყობა როგორია, იგივე ამ საკითხზე, რასაც ხავს საუბრობთ, იგივე კარვის დადგომაზე, იგივე შანტაჟზე. ერთია დაუშვათ მისი ოჯახის წევრები ან მისი დაცვის მხარე ასაუბრობს და ამაზე ჩვენ ვთქვით, რომ ბუნებრივია ხო ოჯახის წევრი საპატიმროში, ყველა გასცდილობს შეიძლება რომ გაანთავისუფლო და ამ კუთხით შეიძლება შევხედოთ მათ ქმედებას, მაგრამ თავად მამა გიორგი ვის გამოცდება ეს მოვლენები, რა პოზიციაზეა? ახლა ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია დღეს-დღეს? მამა გიორგის 7 ზეთის ცხება ითხოვა და ეს მსახურება შევასრულე, რომ ვიყავი მასთან. ნუ ვისაუბრეთ დიდხანს, ალბათ შეიძლება ნაადრევი იყოს ყველაფერზე ახლა აქედან სატელევიზიო ეთერით ამისი თქმა. ერთს გეტყვით, რომ ყველაფერს არ ეთანხმება, რაც ხდება მისი ირგვლივ. არ ეთანხმება იმ ფორმას, თქო, რაც დაცვის მხარისგან გულისხმობთ. დიახ. თუმცა ვერ მართავს სიტუაციას. ძალიან ძნელია ახლა გამოკეტილი იყო და იქიდან მართო ყველაფერი. არ ეთანხმება, თქვათ, აი ამ ფორმას ზიარების, ხო, კარავს არ ეთანხმება. ძალიან ხშირად, თქვათ, კეთდება პოლიტიკოსების მხრიდან, სასულიერო პირების მხრიდან რაღაცა განცხადებები, რომელიც ამძაფრებს ურთიერთობას საპატრიარქოსთან. ამასაც თქვათ, ამაზეც პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. მე რომ ვთქვი, რამდენჯერმე ვთქვი, რომ ეს ოჯახი მთლიანად იქცა მძევლად, გარემოებების მძევლად იქცა. გარდა იმისა, რაც თქვათ, შეიძლება ბრალეულობა ჰქონდეს, გარდა ამისა, დიდი ინტერესი გაჩნდა სხვადასხვა მხრივ. ვიღაცას ქულის დაწერა უნდა ამაზე, ვიღაცას საპატრიარქოსთვის ქვისროლა უნდა და ესეთი აქტიური თემა არის ძალიან. ამ თემის ჩაცხრობა შეიძლება ზოგს არც კი აწყობს. რაც შეეხება შენდობის თხოვნას და თქვა სინანულისკენ აბიჯის გადადგმას, ეს მხოლოდ გარემოცვაზე არ არის ხო ბუნებრივია დამოკეს თვითონ პირადად თვითონ მან უნდა გადაწყვეტოს. მე ახლა გუშინაც ვესაუბრე თორნიკეს და მის ადვოკატსაც და საუბრის შინაარსი ასეთი იყო, რომ რა უნდა რა ფორმით უნდა იყოს ეს შენდობა ნათხოვე და სავარაუდოდ პატრიარქს უნდა მიწეროს წერილი და უნდა რაც არ დამტკიცდა საპატრიარქოს მიმართ ბრალეულობები, აი ამ ბრალეულობებზე უნდა რაღაც ნათელი უნდა მოეფინოს. თუ არ მტკიცდება და არ არსებობს არაფერი, მაშინ უნდა ითქვას, რომ ტაქტიკა იყო არასწორად არჩეული, არ ვიცი, ან
სტრესულ მდგომარეობაში იყო, ან აიძულა ვინმე, ან შეეშალა, ან არ ვიცი, რაღაცა უნდა იყოს, ახსნა რაღაცა უნდა მოეძებნოს ამას, რა თქმა უნდა. თქვენ ამდენჯერ მიახსენეთ, რომ ვისაუბრეთ თორნიკეს, ანუ მის ძმას და დაცვის მხარესაც, თუ დაუსვით კითხვა მათ, რომ დაუშვათ თავარი მიზეზი, რის გამოც დადგა კარავი და დღემდე აწერია ზიარების უფლება მიეცეს, მამა გიორგი ნაზიარებია და კარავი ისევ დგას იგივე მოთხოვნით და რაღაცა ლოგიკას არ შეესაბამება. არ ვთხოვთ ჩვენ არც კარავის აღებას. არა, ამას არ გულწრფობ, უბრალოდ რა, იგი წარწერა მაინც შეცვალა, სხვა. თორე ნაზიარებია და მაინც იგივე აწერია. ხო, ცოტა არის და მამა გიორგი ჯანმრთელობის გამორება როგორია თქვენ ნახეთ ბოლოს? რა გითხრა ახლა მე გარეგნულად შემილია შევაფასო, რომ ცალმხარეს ვერ ხმარობს. თუმცა ვამბობ, რომ მადლობა უმერთ რომ არ არის რაღაცა დიაგნოზი ესეთი მციმე. იმედია რომ გამოსწორდება ყველაფერი. მამა ანდრია, რაც შეეხება შენდობის თხოვნას, ვინაიდან ცილის წამება იყო საჯარო სივრცეში და ვთქვათ საზოგადოებისთვის ყველაფერი, ანუ ის წერილი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, რომ შესაძლოა ამ ფორმით ითხოვა შენდობა, ასევე უნდა იყოს ალბათ საჯაროც? ცით რა, რომ ერთგვარად გაქარწყლდეს ის ცილის წამება ეკლესიის მისამართი. აღსარება ზოგადად არ არის საჯარო, მას შეუძლია რომ აღსარების შენდობის თხოვნის წერილი პატრიარქს მიწეროს, პრივატული იყოს ეს წერილი. საჯარო შეიძლება იყოს რაღაცა განცხადება, სადაც დეტალები და სიღრმეში რაც აღსარებას არ ემსგავსება, არამედ უბრალოდ რაღაცა ახსნა განმარტება იქნება, ეს სხვადასხვა რამაა, ორი სხვადასხვა რამაა. ამასაც არ ითხოვს რომ დეტალურად გაიშიფროს მიზეზი რა მოინა რა შეიძლება. რა თქმა უნდა, არა, ეხლა ეს ზოგადად თავარი არის რომ ნათელი მოეფინოს ამ სულ ყველაფერს, თუ თხოვლობენ შუამდგომლობას, სხვა მხრივ კიდევ ერთხელ მინათქვა, რომ საპატრიარქო არაფერს არ თხოვლობს, არც შენდობის თხოვნას თხოვლობს, არც განცხადებას არაფერს არ თხოვლობს, რადგანაც თვითონ თხოვლობენ საპატრიარქოს ამაზე რაღაცა პასუხი აქვს. ძალიან დიდი მადლობა მამა ანდრია, რომ გვაძლევთ საშუალებას და აძლევთ საშუალებას ჩვენს მაყურებელს, ჩვენ საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს, საინტერესო და აქტუალურ შეკითხვებს გასცეთ პასუხი. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენ გადაცემის სტუმარი იყო კიკეთში მდებარე წმინდა ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი და საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. 9 საათი შესრულდა, ლოცვა მოვისმინოთ და უკვე მომდევნო სტუმრები დაგებრუნდებით სტუდიიდან. დროებით. რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანე მოუჯულოებისა ჩემისაგან
და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უსჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემს არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარულნი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთ უმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეტირა, არამედ საყვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. გაუგონდით პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ გადაცემას საქართველოს ეროვნული გმირის ჟიულის შარტავას დაბადებიდან ხვალ 7 მარტს 75 წელი სრულდება. მისი ცხოვრების შესახებ სასაუბროდ სტუდიაში მოვიწვიეთ მისი მეგობარი, თანამებრძოლი, საქართველოს საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ბაკურ გულუა. მოგესალმებით ბატონო ბაკურ. გამარჯობათ. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა თქვენ. ჩვენ გვინდა რომ გავიხსენოთ საქართველოს უახლესი ისტორიის გამორჩეული პიროვნება, ეროვნული გმირი ჟიული შარტავა, რომელთანაც თქვენ გაკავშირებთ 25 წლიანი ურთიერთობა და მეგობრობა. როგორ გაიხსენებთ მას? ვიდრე ვისაუბრებთ ჩვენ 93 წელს განვითარებულ მოვლენებზე,
და ბოლოს უკვე იმ ტრაგიკულ დღეზე 27 სექტემბერზე, როდესაც სოხუმი დაეცა და აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს ჟიული შარტავა, რომელიც იყო უკანასკნელი მეციხოვნა ერთ-ერთი სოხუმისა, შეიძლება ვთქვათ, როგორც პიროვნებას, როგორც მეგობარს, როგორ გაიხსენებთ? ნუ თქვენ ბრძანეთ, რომელი გმირი უნდა გავიხსენოთ და თან ბრძანებთ, როგორი პიროვნება იყო ის. მე მინდა იცოდეთ, რომ ჟიული დაიბადა გმირად. და არაფერი მოულოდნელი მის საქციელში, ვინც მას ახლოს იცნობდა და ძალიან ბევრი იცნობდა მოგეხსენებათ ის საზოგადო მოღვაწე იყო ცნობილი. ეხლა მე უნდა ვილაპარაკო ალბათ ახალგაზრდობისთვის, ასე ჯობია, ვის არ ახსოვს, არ უნახავს. მხოლოდ ლეგენდები მოусმენია ამის შესახებ და მათ მეხსიერებაში დალექილია მხოლოდ რაღაც სტანდარტები, როგორც არის მიღებული, რომ გმირი და შინაარს არავინ არ ყვება, რაშია საქმე გმირობა. ნუ დავიწყოთ იქიდან, რომ გმირება იბადებიან და ზრდიან. სხვა შორის ამ დღეებში არის შოთა ნიშნიანიძის 90 წლის დავით 18 მარტს. და შოთამ ერთი ლექსი დაწერა, რომ შენი მკვლელი არ ჩეჩენია და არც აფხაზი, შენ მშობლებმა გაგზარდეს გმირად. ეს პირდაპირ მიესადაგება ჟიულის პიროვნებას. ბავშვობიდან მე მას არ ვიცნობდი. ის უფროსი იყო ჩემზე, სხვადასხვა მე სოხუმში, ჟიულის სენაკში, ამთავრებს სკოლას, იქაც ცნობილია, ჩაირიცხება ავტომატიკა ტელემექანიკის ფაკულტეტზე, ამთავრებს ინსტიტუტს და ამ დროს მე სოხუმიდან შემოვდივარ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და ხედავ ულამაზეს კაცს, მოდის ახალგაზრდა კაცი. მაშინ ახლა ცოტა დიდად მეჩვენებოდა რა არის სულ 23 წლისაა. ახლა ქალბატონი ელისაბედი დამემოწმება, რომ მის დანახვაზე ქალებს კი არა კაცებს უჩერდებოდა თვალი. რაღაც სრულყოფილების განსახიერება იყო შესახედავად. და მოდის კადრებიდან ვისაც აქვს ნახე ძალიან მაღალი და 23 წელი ხა მე დიდი მგონია მაშინ ხო გესმით ესე იგი და შემოვიდა და მივაქცია ყურადღება, რომ კონკაშვილის ნიშანი უკეთია და ასეთი თავმომწონე ბიჭები კონკაშვილის ნიშანი დადიოდნენ ახლა ახალგაზრდებს გონიათ, რომ იმ დროს ყველა კონკაშვილი იყო. ზე არის ხო და შემოვიდა შემავლო თვალი პირველ კურსელი ვარ მე რასაკეთებთო და აღვრიცხავთ მეთი ახალგაზრდებს ძალიან კარგიაო დამათვალიერა არაფერი არ მკითხა და წავიდა ვიკითხე ვინ არის როგორ არის ეს ვინ არის აქ მაღალ კურსელები არიან აი ცხოვრებაში პირველად ჩავიდა მეხსიერებაში ჟიული შარტავა გადის წლები ჩვენ ერთად აღმოჩნდებით რა წლები ერთ წელიწადში ერთად აღმოჩნდებით ყაზახეთში 600 კაცთან ერთად მე ხელმძღვანელობ შენებლებს ჟიული თელრაზს 600 ბიჭს ხამის მოყოლა შორწაგვიყვანს ამყარებს უმკაცრეს დისციპლინას იქა ჟიული უხილდება ამ 600 ბავშვს რომ სასწავლებლად დაბრუნდეს თუმცა იყო შემთხვევები ცუდი მაგრამ შენებლებს ეს არ შეგვხვებია და დაახლოებით 100,000-ზე მეტი სტუდენტია იქა და სამშობლო ფაკულტეტმა ჩემმა რაზმა იყო პირველი ადგილი ამაში ჟიულის როლი მიუძღვის იმიტომ რომ ჩვენ არ დამარტო სამეურნეო მაჩვენებლები ჰქონდა, არამედ არავის არ გაკაწრია არაფერი და ამის გარდა კიდე იყო რაღაცები, მას დროს არ დავკარგავ ახლა. საერთოდ რამდენია დრო ჩვენი. გვაქვს დაახლოებით 15 წუთი, ასე რომ მაგრამ კარგი თქო დრო არ დავკარგოთ რაღაცებზე და ჟიულის აცდება. ჟიულის არ აცდება არაფრით ეკა. ნუ ახლა ჩვენ ბიჭებს ეს კარგად ახსოვს და ეს მაშინ დროშა ძალიან დიდ რამეს ნიშნავს და მოგწეს საკავშირო და მოგიტანა ჟიულიმ და ეს დიდი ამბით ჩამოვიტანეთ აკა, მაგრამ ხუთმა ბავშვმა ავიღეთ ბავშვმა სტუდენტმა ავიღეთ ღარი მიწების ატესტებისათვის медаლი. მეორე წელიწადს წავედი, მაგრამ ჟიული უკვე დაწინაურდა, უკვე აღარ არის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელი, არის რაიონის. ეს რაიონი ორჯონიკიძის იყო მოგეხსენებათ, პირველი მდივანია, გაგვაცილა, დაბრუნდა უკან და ისევ იგივე წესით ჩამოვედით. ისევ მოვიგეთ ჩვენი გაურობა. უკვე ჟიული არ არის, უკვე სხვებია, მაგრამ ეს ხო გაიგო ჟიული და დამაწინაურა მე ფაკულტეტის კონკაშვილის დივნად. არ ვიღავ კონკაშვილის გულით. დიახ, ბატონო ბაკურ, უფრო ბოლო პერიოდი არა, თქვენს მაინც ობიექტურობა მინდა თქვა. მე ვარ შავი მოცვია მამაჩემის. პატრონი არავინ არ ყავს არსად. და მაწინაურებს 2500-იანი ფაკულტეტის დივნად. და მას რატო აკეთებს იცით? მე ვარ გულუა. უაზე რო თავდება და აზე რო თავდება ძალიან ფრთხილია ჟიური. ესეც მინდა იცოდეთ. ეკუთხრობა რო არ დაწამდეს. ნუ ამის გამო მე აქედან იწყება ჩემი ბიოგრაფია. ჟიული მე წინ მიდის ძალიან შორს და ჩვენი გზები მე ხშირად ერთმანეთს გადაეკვეთება.
პირველი რაც მინდა ვთქვა, რაც უჭირს დღეს საზოგადოებას, ჟიული იყო უაღრესად ობიექტური. ჩემო ახალგაზრდებო, 22 წლის ბიჭი ხარ ჟღანტელი მილვის ტანში. ამჟღავნებდა თვისებას დამთავრებული კაცს. მას არ შეეძლო ობოლი და გაჭირებული დაეჩაგრა, მისთვის გზა გადაეკეტა. თუნდაც დიდი ზარები ყოფილიყო ზემოდან, ქვემოდან და მარცხნიდან. არის ეს დღეს ასე? იშვიათობა. ახალგაზრდობა ამაზე წუხს ძალიან. როგორც ბრძანა დიდმა წინაპარმა ნიჭს აძლევს ზანა მხოლოდ კაცს და არა გვარიშვილობას. გვარიშვილობასაც არ უჩიოდა ბატონი ჟიული, არაჩვეულებრივი ოჯახის შვილი იყო, მაგრამ შვილიში იყო რაღაც კიდე ზებუნებრივი და რომ დადგა მომენტი სოხუმში. ამ დრამას მე აღწერ ცოტა ღრმად. აი, როდესაც მე ჩავედი სოხუმში, მე ცხადია, არ მონაწილეობ ომში, ცხადია იმიტომ ამბობ, რომ ჟიულიც გვიანაა ამ საქმეში მოგეხსენებათ, ივლისში გადაიყვანეს ის. ივლისში უკვე არის დრამა სექტემბერი მოახლოებულია. და ჟიულის ყველა იცნობს საქართველოში, რომელიც სულ გამოდის და წარმოგიდგენიათ, როგორც ქართველ მეფეთა ტიტულატურა აცხადებს საოცრებას, აფხაზები ქართველები, ომია სისხლძღვრელი და აფხაზს წინაყენებს, მერე გაასწორებს, ქართველები აფხაზები. არასდროს ერთმანეთს არ დაუცილებია ეს მას. ახლა ვიტყვი კიდე დრამის ერთ ნაწილს. როცა შევარდნაძე მას იქით უშვებს, ჟიული ეტყვის მას, რომ გვიანია ჩემი ჩასვლა. ეს არის ივლისი 93 არ უნდა დაგეწყოთ თქვენ ომი. ეს უნდა თქვა პირდაპირ. აფხაზეთში ომი როგორ შეიძლება? მაგისთვის გაგზავნით ზუსტად. აქ ამას თავისი დრამა აქვს. იქ შენი გაზრდილი ბიჭები გვებძვიან ჩვენ. დააგვირთ აქ როგორი აქცენტია. შენ მათთან ენას გამოძებნი და რამენერად უნდა დავამთავროთ მშვიდობიანად და მოვჭეთ კონფლიქტი. შენ უთხრა გვიანია, როგორც მახსოვს ვარი უთხრა, მე შუაღამეს გადაწყდა და წავიდა ჟიული იქ, მაგრამ მივიდა არა მის აფხაზეთში, რომელიც მას ახსოვდა, უკვე სხვა აფხაზეთში. აღმოჩნდა ურთულეს მდგომარეობაში. და ჟიული იბრძვის იმისთვის, რომ რამენერად შეჩერდეს სისხლისღვრა და შერიგდნენ. როცა მე აფხაზები წინ მისხედან ომის შემდეგ, მათი ხელმძღვანელები. მე ჭიქა მიგავია ხელში. ჩვენ შევედრა ასიჯობია ყოველთვის იარაღის გარეშე. და მე მათ ბრალსდებ. თქვენ ყველაფერი უნდა გაიკეთებიათ, მაგრამ ჟიული არ უნდა მოგეკლათ. დგება ერთი ღირსეული აფხაზი მათ შორის, რომელიც გვებძოდა ჩვენ. და მეუბნება, თქვენ არ იცით სიმართლე და მოდამდებთ რალს. მე ჟიული გავაფრთხილე. როგორ? გადმოგვეთე კომუნისტის დინარე, ფეხით მივედი ჟიulisთან თარობაში, კაცმა ხელი არ მახლო. ცნობენ ახლა სოხუმში ამ ხალხს ყველა ცნობენ. ჯარი ეგ მომგზავნა ომია გაგანებული. და შევედი და უთხარი ჟიული. ბედი გადაწყვეტილია აფხაზეთის, შენ ჩაგკლავენ აქ ამ სიტყვას დააგვირდით. ჩვენ თქვენ გვიყვარხარ და ვიცით რომ თქვენ სხვა კაცი ხართ. ნუ შეეწირები ამას ჩვენი ხელით არ გააკეთებენ. დატოვე სოხუმი. შენ მოგატყუეს, შენ რა გინდა აქ. საერთოდ შენ საქმე. მისმინა ხმა არ მოიღო, მაგრამ ქვევით რო ჩამოვიდა, მე ისევ ფეხით წავედი, ეს დაახლოებით არის 10-12 კილომეტრი იცოდეთ, თარობის სახლი ცნობილი თქვენი და გუნისის ყიდამდე. და ხედავ რომ ტროტუარებზე ჯერ სანამ ტროტუარია, მერე სოფელია, მერე 3-4 კაცი მოდის, ეს ჟიულიმ გამაყოლა, რამე არ მომხდეს ზაში. შემთხვევით. ასე რომ მე ეს ბრალდება არ მეკუთვნის და დაждდა. ჩემო ძვირფასებო, არ ამგონია ნაძირალების გარდა ვინმეს ხელი აღემართა ჟიულის. სასწავლო კაბინეტიც კი არ დატოვა, არამც თუ გამოვიდა, არ დატოვა სამუშაო კაბინეტი, ის გამოიყვანეს კაბინეტი. უფრო მეც გეტყვით. მან იცოდა რომ დაეცეს ხომი და მოკლავდნენ, მაგრამ არ უფრო მეც გეტყვით. ახლა ამას ჩვენ ვერ აღწევთ 15 წუთში, რომელიც ჩვენ გვაქვს. თუ დაგაინტერესებთ, მე სხვა დროს მიუძღვათ ამას, მაგრამ იცოდით რომ ჟიული გამოვიდა, იდგა კაჭარის პოსტი, მე გაზრდილი ვარ, იმის უკან ვსწავლობდი მე შენობაში. კუბიშევის ქუჩაზე მე ვსწავლობდი, თარობის სახლი წინ არის, იქ ვარ გაზრდილი. მე კარგად ვიცი ყველაფერი. ჭაჭაძის პროსპექტია იქ და ძალიან დიდი მოედანია, ვინც იქ ისრა და ჯარისკაცულად გადალახა მოედანი, დღეს სახსანამათია. ჟიული არ დაწვა და არ წავიდა. 23 ან 22 სექტემბერია, რომ მეშლება არ გაიგვირდეთ. ჟიული არ მინახავს, მთელი ომის დროს. ჩასული ვარ ფიზიკო-ტექნიკურ ინსტიტუტში ვარ. ეს არაფერს არ ეუბნება ახალგაზრდობას. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პოტენციალი, რომელიც დაგარგა საქართველოს სოხუმთან ერთად. ეს არის ატომური იარაღის შემქმნელი ინსტიტუტი, ეს არის მოპარული გერმანელი სპეციალისტები იქ მუშაობდნენ. და
მთხოვს დირექტორი აკადემიკოსი რეზო სალუქვაძე, რომ ბატონო ბაკურ 5 ტონა თუ 3 ტონა ბენზინი მინდა, ამას ვერ შევია. შევარდნაძემ უნდა მომწეს ან ჟიული. ახლა გამოტოვებ ყველაფერს, მივდივართ, გამოდი ჟიული, მოჭოდავს თვალებს, ასე იცოდა რომ დღეს ბოლო დროს და ბაკურ ეს ისე გაუკვირდა, მან იცის რომ მე არ ვომობ. ხო და გადამიხვია, რაღაცა იღებს. ახლა გამოვაცხადა მინდა საჯაროდ. ფოტო გადაგვიღო და როცა დაინახა ფოტოგრაფი ჯერ ვარი უთხრა და ვაიმე მე და ბაკურის ყამრის შემდეგ სურათი არ გადაგვიღია. გადაიღეო. არის ეს ფოტო არსებობს? მარჯანიშვილის თეატრში როცა ტარდებოდა 70 წლის თავი გამოჩნდა ეკრანზე ეს ფოტო. ვიხვეწე წავედი პიონერია ის ახალგაზრდობის სახლის ის. კი ბატონო. ეროვნულ მოსწავლე მოსპო ვიღაცა ამისა ვერაფრით ვერ მივაგენით მაგსურად. ერთ გაიელვა. ერთ-ერთი ბოლო ფოტო ალბათ ჟიულის, ხო ესე? რა თქმა უნდა, სადაა ფოტოების ძალია. სტანის ზაგარაკის მამა, იმაზე ვდგავართ პლატფორმაზე. მაგრამ ის ნათქვამი იქა, ეს უნდა ვთქვა აქ. ბაკურ ეთყობა სიკეთე ჩემთვის არც მიგვის შენ და შენ ძმას გენერალ გულუას უნდოდა. შევიდა და ჟიული გატყუებენ უთხრა. შენ გატყუებენ, შენ ახალი მოსული ხარ, შენ ინფორმაციები არ აქვს ჩვენ დაზრობას მუშაობს, ყველაფერი ვიცით და გატყუებენ. ახლა ამ ტექსტსაც ვერ გავაგრძელებ მე, იმედია დავითი, ვეტერანია ომის, პირველი დღიდან ნაომარია და ქუჩაშია, სულ შეიცოდეთ. არც პენსია, არც არაფერი, ის ადმირალის არის. მაგრამ ასე გააკეთეს, არა დავით გულუაზე საუბრობ. ჩემ უცროსი ძმა დიახ. ანუ ეს ყველაფერი მეწყობლებს იმას, რაც თქვენ ბრძანებთ, რა თქმა უნდა, ჭკვიანი კაცი იყო ჟიული ძალიან თქვენ საგნიშნად და ხდებოდა, შეიძლება რაც ხდებოდა, მაგრამ მან ეს ჯვარი მისია, რადგან ის მიავლინა იქ სახელმწიფომ ალბათ უფრო ღმერთმა, აიღო ბოლომდე და ის მიზანმიმართულად თავისი მიწისთვის, თავის საქმისთვის შეეწირა თავის ამშობლებს. მე უფრო რთულად ვიტყვი. დადგა არჩევანის წინაშე. ამას დაწერენ ბიჭები ამ დღეებში. მინდა ვლაპარაკო. ბოდიშ მეთხოვ რომ გასწრებთ მეგობრებო, მე ტექსტ ვიცნობ. მომეწონა ეს ადგილი. ჟიულის ჰქონდა არჩევანი, ან თანამდებობის შენარჩუნება. მეც რაფერს არ ვიტყვი, დანარჩენი წერია, ან გაწერვა სამშობლოსათვის. მან გაწერა თავის სამშობლოსათვის. ჯობს სახელისა მოხვეჭა ყოლსა მოსახვეჭასა და ეს რო სასწორზე დადო, დარწმუნებული ვარ, წამიც არ ვფიქრია. ეხლა მე ცოტა დრამატულ ნაწილს ვიტყვი. საღამოს წავედი ჟიულის საფლავზე, ხანდახან შემომეყრება გულს ამ არაჩვეულებრივი ცხოვრებისგან და წავალ ჟიულისთან სალაპარაკოთ. და ხედავ დგას გალბატონი პენია, დედამისი. მისი ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი სკოლაში. სენაკის მეორე საშუალო სკოლაში და უყურეთ რას ბუტბუტებს. მე უკნიდან ამოვედი. გავიარე ჩვენი ზაზღლის შვილების საფლავი, მოგახსენება სადაც არის და უყურე რას ეუბნება. შვილო რა უთხრა ომში დაღუპული შვილების დედებს ნეშტიც რო არ ერგოთ. მე აგერა ვარ, შენ აგერა ხარ, ჩვენ ესადა ვართ, იმათ რა უთხრა შვილო. მოვედი უკან ახლა მეტირება. დედას ამისთვის ცალია. საფლავზე, საყვარელი შვილის საფლავზე. არავინ არ უსმენს ამას. ეს ტრიბუნისთვის არ კეთდება. ერთ-ერთზე ლაპარაკი. მოვეპარე უკიდან ვაკოცე. და აიხა შოთა სიტყვები რო გავიმეორე. თქვენი მოკლულია ჟიული. თქვენ გაზარდეთ ასე მეუთხარ. მიყურებს. შენც ქართული ლიტერატურის მასწავლებლის შვილი ხარო, ცოდნია. აბა სკოლაშიო, სიმხდალეს, ქვეშიდან გამოძრობას და კარიერის სხვა ვასწავლით შვილო, რასაც მამაშენი გასავლიდა, იმას ვასწავლიდი მე ამას. ძალიან უცნაურია კადრებში როცა ხედავთ ჟიულის და მის საქმეები ვიცით, ყველას გონია ასაკიანი 59 წლის არის ამ კადრებში. ძალიან ახალგაზრდა გადაიღე. ახლა ჩვენ სადა ვართ, საბურთალოს 75 წლის ხდება ხო? ეს ხო ამას ხო ვერ წარმოვიდგენდი ვერაზოს, მაგრამ ახლა სადა ვართ ჩვენ აქა ვართ ხომ? აი ტურიზმის კომიტეტი რო იყო ბაგებში. იქ მე მთხოვეს მე თამადა 50 წლის თავზე 7 მარტს. ანუ სექტემბერში დაიღუპა. ძალიან შემდეგ. დიახ. წელზე ნაკლები. წელზე ნაკლები ხო, თვეებში. 50 რო შესულდა, მაგრამ იქ რა ვთქვის უნდა გავიმეორო ახლა. მე ხვეწენ ძალიან და ვარც ვამბობ. ვარც ვამბობ თამადობაზე. მოვიდა სოსო ცხონებული, რომელიც იქვია დასაფლავებული დღეს. მამის და დედამისის გვერდი და მეორე ბაკურ. თამადა შენ უნდა იყო. არავინ არ იტყვის იმას, სადაც შენ იტყვი. რა ვთქვი მე იქა? იმის მოლოდინი არ ვიცი რა იყო. თქვით და ამით უნდა დავასრულო. დავასრულო დიახ. და დღეს ეს უნდა ითქვას 75 წლის თავზე.
ჩემო ჟიული მე რა ვთქვი შენ კარგად იცი ახლა მე ვთქვი რომ არც ჩეჩენია შენი მკვლელი და არც აფხაზი ეს ტყუილია შენ სამშობლოს შეწერე თავი და ეს არის ყველაზე დიდი არჩევანი რომელიც შენ ცხოვრებაში შეგეძლო გაიგეთებია მაგრამ იქ რა ვთქვი მოღალატეები მხოლოდ შინ არიან და თქვენ ამ სუფრას უზეხართ ვინც ქვეყანას უღალატეთ და ჟიული ზვარაკად შეიწირეთ ძალიან ემოციური წამომიხდა კაცი რომელიც იყო ყველაზე მართალი ჩავიცინე ახლა თამადა ვარ და უთხარი ყოველთვის ასია მე სხვას გულისხმობ და სხვა მეკამათება თქვა ძალიან ემოციური იყო თქვენი გამოსვლა დამოსმენა ბატონო ბაკო ძალიან დიდი მადლობა მე იები მივართ ელისაბედს მადლობა მაგრამ რატო გავაკეთე ეს არის ის ელისაბედი ეს ვამარცა უხსენით არა ეთერს გარეთ უბრალოდ არა ეთერს გარეთ უგნოთ მენება იმიტომ რომ 6 მარტს ჟიული მოსკოვში კითხულობს მოხსენებას და ყველა ხალხი იაიებს საქართველოს ჩატანით დაუდეს მაგ ჟიულისგან ეს იები შენ ელისაბედი დიდი მადლობა სან ვიდრე საქართველოს ისეთი გბირები ეყოლება როგორიც იყო ჟიული შარტავა ჩვენ გვაქვს იმედი იმისა რომ ღვთისშეწევნით საქართველოს ყველა განსაცდელს დაძლევს ყველა სირთულეს შევახსენოთ მაყურებელს რომ ჟიული შარტავას შესახებ სტუდიაში საუბრობდა მისი მეგობარი თანამებრძოლი ბატონი ბაკურ გულუა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ჩვენი სასარგებლო რუბრიკა კვლავ ამდენად წყლის მისთან დაკავშირებით წყლის სასარგებლო თვისებებზე უკვე შემოგთავაზებთ ჩვენი ჟურნალისტი ნინო თოთიაური ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი წყალი ჩვენ დავრებთ ეთერს გარეთ და თქვენ უყურებთ სიუჟეტს რამდენად მნიშვნელოვანი წყალი გაგიმართოს რომაელი მწერლის გაიუს პლინიუსის ამ სიტყვებს ჭეშმარიტება ღვინოშია, რომ გაგრძელება აქვს, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს. სინამდვილეში მთლიანი ფრაზა ასე ჟღერს: ჭეშმარიტება ღვინოშია, ჯანმრთელობა კი წყალში. ღვინის სასარგებლო თვისებების შესახებ განთიადის რუბრიკის ფარგლებში მოგვიანებით ვისაუბრებ. მანამდე კი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ მთავარ საფუძველზე, წყალზე შევაჩერებთ თქვენ ყურადღებას. ალბათ შეუძლებელია მოიძებნოს ცოცხალი ორგანიზმი შემადგენლობაში წყალი არ შედის. ის წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ, უნიკალურ, მარტივ და ამავე დროს ყველაზე რთულ ნივთიერებას დედამიწაზე. წყალთან დაკავშირებით არსებობს მრავალრიცხოვანი სამეცნიერო ნაშრომები, მაგრამ ითვლება, რომ იგი ბოლომდე შესწავლილი არ არის. წყალი ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ელემენტია. ზრდასრული ადამიანის სხეულის 70% სწორედ წყალი შეადგენს. ცნობილია, რომ ადამიანში მუდმივად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესი. ამავდროულად წყალი სხვადასხვა გზებით მუდმივად გამოიყოფა ორგანიზმიდან. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად კი საჭიროა დაკარგული სითხის რეგულარულად აღდგენა. აღსანიშნავია, რომ ყველა უჯრედისა და ორგანოს ფუნქციონირება ორგანიზმში წყლის ნორმალურ ბალანსზეა დამოკიდებული. ადამიანები ასაკის მატებასთან ერთად წყლის დანაკლისს განიცდიან. იკლებს ყურველის შეგრძნებას. ქრონიკული წყლის დეფიციტი კი შესაძლოა არაერთი დაავადების გამომწვევი მიზეზი გახდეს. მეცნიერები ამბობენ, რომ მხოლოდ წყლის მარაგის რეგულარული შევსებით შესაძლოა არაერთი დაავადება ავიცილოთ თავიდან. თუმცა შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ ერთი შეხედვით მარტივ მოქმედებას, რომელსაც წყლის დალევა ჰქვია, ცოდნა უნდა. მაგალითად, სასარგებლოა, როცა ერთი ჭიქა წყლის მიღება უსმოზე გიწევთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტიანი მეთოდია. წყლის მიღების აუცილებელი რაოდენობა ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორიც არის ფიზიკური დატვირთვა, ასაკი, სხეულის მასის ინდექსი, გარემოს ტემპერატურა. წყალი ხელს უწყობს ორგანიზმის თვითგაწმენდას. ის, ვინც არ სვამს წყალს, საშუალებას აძლევს გადამუშავებულ ნარჩენებს უჯრედებსა და სისხლძარღვებში დაგროვდეს. აჩქარებს სხვადასხვა დაავადებების წარმოქმნას. საკმარისი რაოდენობის წყლის სმაკი ამცირებს კუჭ-ნაწლავში ბაქტერიების გავრცელებას. წყალი ასევე ხელს უწყობს წონაში კლებას, თუმცა როგორც ყოველთვის ოქროს შუალედის დაცვა აქაც საჭიროა. სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ მავნებელია წყლის სმა ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. თუ ადამიანი წყალს უშუალოდ ძილის წინ სვამს, ის არა მარტო ღამე ხშირად გაიღვიძებს, არამედ ღვიძლის და თირკმელების დაავადებების რისკსაც გაზრდის. წყალი ყველაზე ჯანსაღი არჩევანია წყურვილის მოსაკლავად. მას არ აქვს არც ერთი კალორია და არ შეიცავს შაქარს. ექიმები გვირჩევენ, რომ თუ არ მოგწონს წყლის ჩვეულებრივი გემო, შეგვიძლია მასში რამდენიმე წვეთი ლიმონი ჩავაწვეთოთ. წყალზე ორგანიზმის დღიური მოთხოვნილება განისაზღვრება შინაგანი გარემოს პირობებით და იმ სამუშაოს ხასიათით, რომელსაც ასრულებს ადამიანი. ნორმალურ პირობებში წყლის ბალანსის შენარჩუნებისთვის აუცილებელია ყოველდღიურად 2-3 ლიტრი სითხის მიღება. წყლის მიღების სწორი რეჟიმის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წელიწადის ყველაზე ცხელ პერიოდში. ყველაზე მთავარია გავითვალისწინოთ, რომ ყოველთვის გვახსოვდეს ჩვენი ცხოვრების ხარისხი წყლის ხარისხზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.
მაშინ ასე წყლის და ლეოსთან დაკავშირებით საინტერესო რჩევები მოვისმინეთ, ახლა კიდევ რომ მოვისმინოთ საინტერესო რჩევები ისეთ აქტუალურ საკითხზე, რომელიც გაზაფხულთან ახლოს, ეს არის ალერგია და გაზაფხულზე გამძნორდება ხოლმე ალერგიული ფონი. რა საერთებია დაგერგილი ამ კუთხით, რა პრევენციები შეიძლება მოვახდინოთ, ამასთან დაკავშირებით ჩვენი სტუმარი გახლავთ პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი ალბატონი მაია გოლთოვადი. მშვიდობისა ალბატონი მაია. მშვიდობისა. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი. ესე იგი, ალერგია სახელდება ერთ-ერთ ყველაზე ესეთი 21 საუკუნის დაუძლებელ და ძალიან ესეთი ძვინვარე სცენა თუ შეიძლება ასე ითქვას. მე სიახლეები ვთქვი, რამე სიახლეები თვითონ სოფლიო ტენდენციით უფრო მეტად ვებრძოლოთ ალერგიას და რაღაცნაირად დავამარცხოთ, იმიტომ რომ მართლა წარმოუდგენელი რამ არის ეს ალერგია. მე კი დაცული ვარ და არ მქონია მადლობა აღბერცმაგი. მით უმეტეს რომ სულ ახლახან დაბრუნდით თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრიდან, რომელიც ამერიკაში გაიმართა, ამერიკის ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის აკადემიაში. აკადემიის შეხვედრა იყო ყოველწლიური. დიდი მადლობა ესეთი აქტუალური დროის დათმობისთვის ალერგიის მიმართ. ძალიან ყურს მომხვდა, იცით, თქვენ ძალიან დაუძლეველი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ალერგიას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გადაიჭრა. ხანდახან საზოგადოება გვისმენს და ასეთი ადამიანებიც მოდიან ჩვენთან და ამბობენ, რომ ძალიან გულგატეხილნი არიან, მაგრამ საერთოდ შეიცვალა ალერგიისა და იმუნოლოგიის საგანი. ძალიან დიდი მიღწევებია მსოფლიოში. მე გულისხმობ ნობელიანტებს, აი ონკოლოგიაში რამდენი წინსვლა არის, სხვადასხვა ინფექციური დაავადებები, მათ შორის ალერგიაშიც. იმიტომ რომ ძალიან გულისხმობ ყველა იმ შეხვედრას, მე წლის მანძილზე ძალიან ბევრი მოძრაობა მიწევს საზღვარგარეთ. ეს ეხება ევროპის აკადემიის ყოველწლიურ შეხვედრას, ამერიკის აკადემიის და სხვა ესეთი გარკვეული თემატიკის მიმართ მიძღვნილი შეხვედრების მონაწილე გახლავართ და მართალი გითხრათ, ძალიან მიხარია, რომ ამ მხრივ სერიოზული წინსვლა. რა თქმა უნდა, არის ის თემები, რომელიც პრობლემურია. პრობლემურია ძალიან მაღალი სენსიბილიზაციის, ძალიან მაღალი ალერგიის მქონე ადამიანები, რომელთაც დღესდღეობით უფრო ვეუბნებით, რომ თქვენ მნიშვნელოვანია უთხრათ, რომ თქვენ გაწუხებთ ეს პრობლემა, თქვენ არ უნდა მიიღოთ ეს, ან რაღაც თქვათ თავი დაიცვათ გარემოს იმ ალერგენებისაგან, როგორიც არის თქვათ ოთახის მტვერი, თუნდაც მცენარები და ასე შემდეგ. მაგრამ რა არის სიკეთე? სიკეთე ვთქვათ, რაც ახლა არის, მე გულისხმობ აი თუნდაც აი ერთი კვირის წინ ამერიკაში ჩატარებულ ამ დიდ შეხვედრას, ძალიან სერიოზული ახალი მედიკამენტები, რომლებიც უპირატესად არის შექმნილი მძიმე ფორმების სამკურნალოდ. აქ ძალიან დიდი იმედია, იმიტომ რომ ეს არის ისეთი ინოვაციები, რომელიც მექანიზმებზე მოქმედებს, აი იმუნოლოგიურ მექანიზმებზე და შედეგიც აქვს ფანტასტიკური, აი ესეთი ძალიან მძიმე ადამიანები კარგად ხდებიან, მაგრამ ხო იცით, სამყაროში ნებისმიერ ძალიან დიდ სიკეთეს რაღაცა შეზღუდულობაც აქვს, ფასი. ეს ბევრი კვლევა, ძალიან ბევრი არის ამჟამად ჩაშვებული, იმიტომ რომ რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო მეტად არის ალერგიის პრობლემა. გასაგები მიზეზების გამო, თუნდაც ეს ქიმია, გარემოს, ასე ვთქვათ, დაბინძურება და ასე შემდეგ. ამიტომ მეცნიერები ძალიან აქტიურად შრომობენ ამ თვალსაზრისით. და აი ჩვენც ალბათ მაყურებლები გვიყურებს, რომ დავაიმედოთ ძალიან ბევრს, ვისაც დიდი პრობლემა აქვს, მათი სამკურნალო საშუალებები არსებობს. იქნება საქართველოში ეს პრეპარატები. მეორე თემაა. ძალიან ბევრი დამოკიდებულია თვითონ ქვეყნის ეკონომიურ განვითარებაზე. იმიტომ რომ ეს კარგი წამლები, რომელიც ახლად შექმნილია და თქვა ძიმე ასთმის დროს, ძიმე ატოპიური დერმატიტის დროს, ძიმე დაავადებების დროს გამოიყენება, არის სახელმწიფო დაფინანსები. და მუდმივად ჭირდება ეს პაციენტი, ხო? სამწუხაროდ ძალიან ბევრი მუდმივად ჭირდება, მაგრამ აქაც იცით რა გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდით, რომ C ჰეპატიტი გახდებოდა ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ უფასო. ამიტომ უნდა ვიფიქროთ და საერთოდ უნდა გვჯეროდეს, რომ ბევრი რამე შესაძლებელია ჩანდეს დაუძლეველად და გახდეს დაძლეული. იმიტომ რომ ჩვენ ვთქვათ, სხვა ქვეყნები, რომლებიც თუნდაც ისეთი განვითარების, ეკონომიკური განვითარების არ არის, როგორიც ამერიკა, ისიც რაღაცა სტანდარტთან ახერხებს და ჩვენი ქვეყანაც ვითარდება. ამიტომ ის პროგრამები, რომელიც წინეთ არ იყო და შეუძლებელი იყო მათი დაფინანსება, ბევრი ეხლა ხელმისაწვდომია. ამიტომ თავარი მაინც ვფიქრობ, რომ არის ცოდნა.
კი ბატონო, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, თუმცა მთავარ საკითხი ახლა არის გაზაფხულთან დაკავშირებით, რომელიც აღნიშნეთ და რაღაცა მართლა უცებ ამოხეთქავს ხოლმე ალერგია, განსაკუთრებით რა ტიპის ალერგიები ჭარბობს, გაზაფხულს რა ტიპის ალერგიები ახლავს და პრევენცია თუ არსებობს ესეთი რამ, რითაც შეიძლება ვებრძოლოთ, რომ დავიცვათ თავი ამ საგაზაფხულო ალერგიისგან. ძალიან ხალხური ენდგე საუბრებით გასაგებია. მოსახლეობისთვის რომ გასაგები იყოს, ალერგია ხშირად ეშლება ვირუსულ ინფექციაში, იმიტომ რომ შეიძლება ქონდეს ადამიანს სურდო, ცემინება, ალერგია ეგონოს. თუმცა სიცხის ტემპერატურის მატება ახასიათებს ალერგიას? არ ახასიათებს. ანუ განსხვავება დიდია. მაგალითად, ეს უფრო წყლისებური გამონადენია ცხვირიდან, სიცხე არ აქვს, არც ზოგადი მოთენთილობა, ხავილი, თვალების. ხავილი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი სიმპტომია თვალების, ცხვირის, აი ესეთ ალერგიის სალუცე ძახიან და ეს მოძრობა როგინი. დიახ, გარდა ამისა, შესაძლებელია კონდეს სპაზმური ხველა, მაგრამ ეს რაღაც გარკვეულ დროსთან არის ასოცირებული. ჩვენ პაციენტებს ვეუბნებით, რომ სადა გაქვს სიმპტომები, უფრო შიგნით თუ გარეთ, თუ ეს მარტო გარეთ არის და შემოდის სახში და კარგად არის, ბუნებრივია, ეს გარემო გარკვეული დროით, გარკვეული მცენარეების ყვავილობასთან არის ასოცირებული, რომელიც ქარში ბუნებრივია მძაფრდება. მაგრამ წვიმიან ამინჩი, როცა წვიმა თანდათანობით ლექავს მცენარეებს, ადამიანი ბევრად უკეთესად გრძნობს თავს. ამიტომ ოცნებობენ ჩვენი პაციენტები. უი, რა კარგია წვიმიანი ამინდია, დღეს მე კარგად ავარ, არც წამალი მჭირდება, არც არაფერი. ამიტომ პირველი რაც ალბათ ჩვენ მაყურებლებს უნდა უთხრათ, ეს არის რომ დროულად მოგმართონ, იმიტომ რომ ეხლა დაიწყო უკვე სეზონი და ეს გაგრძელდება სხვადასხვა ადამიანებისათვის ოქტომბრამდე. ოქტომბრამდე, ანუ ყოველსო მცენარე ყვავის. ეხლა ყვავის ხეები, მერე მას უკვე ადრე მოყვავილე და გვიან მოყვავილე, თან მინდა ვთქვა რომ ჩვენ საქართველოს აქის ფუფუნება, ჩვენი დაწესებულება ამას უკვე მე-6 წელი აკეთებს, ეს არის pollen count-ი ნიშნავს ჰაერში აეროალერგენების დათვლას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ და გვაქვს სპეციალური აპარატები თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. და ესენი მუდმივად არის ჩართული და ხდება აი ამ სინჯების აღება და განსაზღვრა. როგორი მცენარეები არის მოცემულ მომენტში აქტუალური. და რატო ეს ამას ჩვენ აი ამ შრომის შესასრულებლად რამოდენიმე სამეცნიერო გრანტი, ფუნდამენტური გრანტი ქონდა და ეხლაც ავიღეთ ახალი განვითარებისთვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივხვდეთ, რომ ახალი ყვავილობის გლობალური დათბობის პირობებში რომელი ახალი მცენარე გახდა მნიშვნელოვანი. და ამან მოგცა გარკვეული, არც მეტი, არც ნაგები, გარკვეული აღმოჩენის გაკეთება, რომ ის რაც ჩვენ მასწავლებლები არ აკეთებდნენ და ჩვენ არ თქონდა პანელში შეტანილი, საქართველოსთვის სპეციფიური მცენარეებია, რომელიც ძალიან მძიმე ალერგიას იწვევს. მაგალითად, ეხლა ყვავის კვიპაროსი. და ვისაც აი ვერ ფიქრობს, რომ აი თებერვალში დაიწყო ეს, ეხლა გრძელდება და არის პიკი მათი ყვავილობის და ძალიან აწუხებს თვალების ქავილი, სურდო, ცემინება. მძიმე ალერგია, ისევე როგორც ამბროზიის დროს, ისევე როგორც ბალახების და მარცვლოვნების დროს. სხვა ხეების ყვავის ეხლა მაგალითად თელა თხილი, იფანი, ეხლა დაიწყო მურყანი, მაგრამ აი ეს თელა, იფანი, მურყანი, ესენი არის ეხლა დაბალი კონცენტრაციის. ანუ უნდა იცოდე რა ყვავის, რომ შესაბამისი თადარიგი დაიჭიროს. და ასთმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ სპაზმური ხველა აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, მაგრამ მკურნალობა და ექიმთან მიმართა ჯობია უფრო ადრე, სანამ სეზონი დაიწყება, თქვენ პრევენციაზე მკითხეთ. იმიტომ რომ როდესაც ეს ალერგია ასე თავზე დაგვაცხრება, უკვე გვიან არის. ამიტომ ეს უნდა დროულად მოხდეს და ადრევე მიმართოს ექიმს. დიაგნოსტიკის ყველა საშუალება არსებობს. არიან ადამიანები, რომლებსაც არასდროს ქონიათ ალერგია და უცებ, თქვა ერთ გაზაფხულს ან ერთ შემოდგომას ხდება ისე, რომ აი აწუხებთ ეს ყველა სიმპტომი, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, თვალის ქავილი, სურდო ცხვირიდან და ასე შემდეგ. ეს შეიძლება ხდებოდეს და მოზრდილ ასაკში. მოზრდილ ასაკში, მაგალითად მე დამემართა შემოდგომობით, თქვა აგვისტოს მიწურულსა და სექტემბერში. აგვისტოს მიწურულსა და აგვისტოს, სექტემბერი, ოქტომბერი ეს არის ამბროზიისა და სარეველა მცენარეების ყვავილობის პერიოდი. ამიტომ შესაძლებელია, რომ ეს იყოს პოლინოზი, იმიტომ რომ სეზონზე გეწყებათ და აუცილებლად ამას უნდა ვერიფიკაცია, რომელი ალერგენია და ეს სამწუხაროდ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს. ანუ წინა წლების განმავლობაში წინა წლების განმავლობაში ბევრად ასაკოვანი ადამიანები მოდიან, რომელთაც არასოდეს არ ქონდათ. ამას ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს, იცით, სტრესი, გარემოს დაბინძურება, ჩვენი ესეთი კვების თავისებურება და ასე
ასე შემდეგ. ასე რომ სამწუხაროდ ალერგია შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაჩნდეს. მართვა შესაძლებელია, ხო? რა თქმა უნდა, მართვა შესაძლებელია. არის ასევე საშუალება, რომ განიკურნოს ადამიანი ამ მცენარეული ალერგიიდან, მტვრისმიერი ალერგიიდან. დღეისდღეობით დიდი პრობლემა არის კვებითი ალერგიის მოწესრიგება. ამ კვებითი ალერგიის მოწესრიგებაშიც არის გარკვეული პროგრესი. იმდინარე შრომები, კვლევები, რაც მიმდინარეობს ახლა არის, როგორ მოვახერხოთ ტოლერანტობის, ანუ შეგუების გამომუშავება, ვთქვათ, იმ საკვებ პროდუქტის მიმართ, რომელიც აუცილებლად მუდმივად არის, არის რძე, კვერცხი, ხორბალი და ასე შემდეგ. თან ჭირდება ორგანიზმს, ხო? იცით რა არის, შეიძლება რა თქმა უნდა ჭირდება, მაგრამ არსებობს ალტერნატიული საკვები, არც ესე არ არის საქმე. ბევრი ადამიანი არის, რომელსაც განსაკუთრებით პატარები, რომელთაც ეს პრობლემა აქვს. უმრავლეს შემთხვევაში ეს დროთა მანძილზე ნელ-ნელა გადის. რა თქმა უნდა, მას უნდა ხელი შეწყობა და გარკვეული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ვისაც ეს საკითხი აქვს ოჯახში, აუცილებლად ისაჭიროებს ექიმთან კონსულტირებას და აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაფრის, ესე ვთქვათ, ზედმიწევნი დაგეგმვას. როგორ მოხდეს აი ამ ბავშვის შემდგომი განვითარება და ვთქვათ, ინტეგრაცია სკოლაში, საზოგადოებაში თუ არის ძალიან ძლიერი ალერგია, რომელიც აკავშირებულია ანაფილაქსიურ რეაქციებთან, დაუყოვნებელი ტიპის სიცოცხლისთვის საშიშო რეაქციებთან, მაგრამ აქაც არის გარკვეული წესები და გარკვეული იმედები, რომელიც უნდა ოჯახს გააუზიაროთ და რა თქმა უნდა, აი ეს კვებითი ალერგია ზოგჯერ საბედისწეროც აღმოჩენილა ხოლმე, იმიტომ რომ შეშუპებით ვთქვათ თავდება და შემდეგ უკვე შეიძლება ანაფილაქსიური შოკით გამოიწვიოს. იცით რა არის, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში საბედნიეროდ საქართველოში ჩვენ სადიაგნოსტიკო საშუალებები გვაქვს ის რაც არის სადღეისოდ ყველაზე მაღალი დონის გამოკვლევა. ამ გამოკვლევის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია პირველ რიგში მოვახდინოთ იდენტიფიცირება, რა საფრთხის წინაშე დგას ადამიანი. რაზე აქვს რაზე აქვს. მეორე მას ვასწავლოთ როგორ დაიცვას თავი, ანუ როგორ მოახერხოს თავი დაიცვას. არსებობს ამისი ავტოინექტორები ადრენალინის, რომ ასეთი სიტუაციის შემთხვევაში როგორ იმოქმედოს ოჯახმა, თუ ეს ბავშვია და მეორე თვითონ სკოლაც უნდა იყოს ინფორმირებული, როგორ მოახერხოს ასეთი ბავშვების დაცვა. და შემდეგი თემა არის, რომ რა თქმა უნდა ყავს კვებითი ალერგიის მქონე ბავშვები, მაგრამ ისინი პერიოდულად უნდა შემოწმდათ, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში გონიათ, რომ ეს მუდმივია და გარკვეულ შემთხვევებში ეს გადის და ამიტომაც უნდა გარკვეული ხნის პერიოდის გავლის შემდეგ განმეორებითი გამოკვლევები ჩატარდეს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდეთ, მოცემულ მომენტში რა, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ ალერგია შეიძლება აღმოცენდეს არაფრისგან, აი უცბად, ასევე შეიძლება ალერგია ნელ-ნელა გაიაროს. იცით, ოღონდ ესე ძალიან საფრთხილოა. მაგალითად, სხვადასხვა საზოგადოებაში ვარ მე, მათ შორის თქვა წამლის მიერ ალერგიას. ჩვენ წინეთ ვამბობდით, რომ ეს წამლის მიერი ალერგია მთელი ცხოვრება რჩება, თქვა აი ბავშვობიდან ბოლომდე. შეიძლება ესე იყოს, მაგრამ არის შემთხვევები, ანუ შემოწმებაა საჭირო გარკვეული ხნის მერე, რომ ეს დარჩა, თუ გავიდა. მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ექიმმა გააკეთოს. იმიტომ რომ თუ ადამიანმა თვითნებურად, აი მოდი მე ამას ვიზამ, ხო შეიძლება რისკის ქვეშ დადგეს. ამიტომ ყველა შემთხვევაში ეს არის საფრთხილო საქმე და ძალიან სკრუპულოზურად, ძალიან და იცით როგორ არის, დიაგნოსტიკას აქვს სხვადასხვა სპეციფიურობა და მგრძნობელობა. მე ახლა ვსაუბრობ იმაზე, რომელიც არის საერთაშორისო და აღიარებული ყველაზე მაღალი ინსტანციის მოლეკულური დიაგნოსტიკა თუ რუტინული. ამიტომ ეს უნდა ექიმის მეთვალყურეობით გადაგაცემს. ურმესი მადლობა ჩვენ ყველა ჯანმრთელობას უსურვებ და უსაფრთხო გაზაფხულს, თუმცა ალერგია მაინც თავისას იზავს, მაგრამ რჩევები მივიღეთ პროფესორი მაია გოთუა გვესაუბრებოდა ალერგიის შესახებ. გავაგრძობთ გადაცემას კვლავ ამ თემით, ალერგიის გამომწვევი მიზეზი ხშირად შეიძლება გახდეს ანტიბიოტიკების ჭარბი დოზით მიღება, როგორ გამოვიყენოთ ანტიბიოტიკი რაციონალურად და სწორად, ამის შესახებ სიუჟეტი ელენე მატაჭკვარიძე. არ დაგაჭიროს, მაგრამ მაინც. ბაქტერიული ინფექციების დამკურნალოდ და ზოგ შემთხვევაში მათი პრევენციისთვის უმეტეს შემთხვევაში მედიკოსები დღეს ანტიბიოტიკებით მკურნალობას მიმართავენ. თუმცა პრეპარატების მიღებას ბევრ დადებით ფაქტორთან ერთად გვერდითი მოვლენებიც მრავლად აქვს. ანტიბიოტიკების სწორად და გონივრულად გამოყენების მნიშვნელობაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ყარამან ფაღავა გვესაუბრა. ანტიბიოტიკოთერაპია მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ბრწყინვალე პრეპარატი, რომელიც ხომს არჩენს და შველის უამრავ დაავადებას, თვითონ ანტიბიოტიკოთერაპია შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, მიზეზი მთელი რიგი გართულებების და მთელი რიგი სიძნელებისა. ეს არის ალერგია, ეს არის დისბაქტერიოზი, ეს არის შინაგანი ორგანოების დაზიანება, ეს არის ძვლის ტვინის მოშხამება და მისი დეპრესია. ანტიბიოტიკოთ ვერ გავცლებთ.
იმიტომ არის მძიმე სეფსისი როცა არის, როგორ შეიძლება რომ ანტიბიოტიკი არ დამუშავდეს. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ძალიან ხშირად ინიშნება იქ, სადაც ანტიბიოტიკი არაა საჭირო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე დიდი ხანია აღნიშნულ პრობლემასა და ანტიბიოტიკების რეზისტენტობის საშიშროებაზე აფრთხილებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. სპეციალისტები მედიკოსებს მოუწოდებენ, რომ გამოიყენონ ანტიბიოტიკები, რაც შეიძლება დიდი სიფრთხილითა და დაკვირვებით. ანტიბიოტიკების რეზისტენტობა ნიშნავს იმას, რომ ბაქტერიის მიმართ ორგანიზმი გამოიმუშავებს იმუნიტეტს და შესაბამისად ამ დროს ანტიბიოტიკები ვეღარ ახერხებენ დაავადებასთან გამკლავებას. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტების გამძლეობა სწორედ მისმა ჭარბად მოხმარებამ გამოიწვია. პროფესორი ყარამან ფაღავა იმ ღონისძიებებზე გვესაუბრა, რომლის ფარგლებში შესაძლებელი გახდება ანტიბიოტიკური რეზისტენტობის საშიშროება თავიდან ავიცილოთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასე ვთქვათ პროგნოზი არის, რომ თუ რაიმე არ შეიცვალა, დაახლოებით 20 წლის შემდეგ იქნება ისეთი მდგომარეობა, როგორც იყო ანტიბიოტიკების აღმოჩენამდე. როდესაც პატარა ჭრილობაც კი შეიძლება იყოს ფატალური და გამოიწვიოს სიკვდილი. ამიტომაც ძირითადი ძალისხმევა, სამედიცინო ძალისხმევა აი ამ დარგში არის, რომ ასე ვთქვათ, როგორმე შევამციროთ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა. ეს არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ არ განვითარდეს რეზისტენტობა. უნდა დაინიშნოს ანტიბიოტიკი იქ, სადაც მართლაც მიღება, უნდა დავნიშნოთ ის ანტიბიოტიკი, რომელიც მისაღები არის. ბაქტერიებიც შეიძლება დავირუსდნენ. ვირუსებს, რომლებიც ბაქტერიებს აინფიცირებენ, ბაქტერიოფაგები ეწოდებათ. ანტიბიოტიკების აღმოჩენის შემდეგ ფაგების შესწავლა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეწყდა. მიუხედავად ამისა, სამედიცინო მიზნებისთვის ფაგებს რამდენიმე ქვეყანაში აქტიურად იყენებენ, მათ შორის საქართველოშიც. ასევე ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს მსოფლიოში ერთადერთი ბაქტერიოფაგოთერაპიის ინსტიტუტი. პროფესორი ყარამან ფაღავა ფაგოთერაპიის უპირატესობებსა და რეკომენდაციებზეც გვესაუბრა. ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, ფაგები ძალიან სპეციფიურია. ანტიბიოტიკს რომ მივიღებთ, ყველაფერს კლავს, ყველა მიკრობს, კარგსაც და ცუდსაც. ფაგი მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ იმ ბაქტერიაზე, რომლის მიმართადაც ის არის, ასე ვთქვათ, ძლიერი. ფაგებს საერთოდ გვერდით ჩვენება არ აქვს. პირველი მთავარი რეკომენდაცია იქამდე არ უნდა მივიყვანოთ საქმე, რომ ადამიანს დასჭირდეს ან ანტიბიოტიკი, ან ფაგი. და ამის საუკეთესო გზა არის გაკაშება. რაც შეეხება ინფექციებს, მშობლები ხომ ხშირად თვითონ ავადმყოფებიც ხშირად და ექიმები ზოგჯერ დასაკეთებენ, იცით რომ ეუბნებიან რომ აი მოგცემთო ანტიბიოტიკს, მაგრამ შეხედეო თუ 2-3 დღეში გამოსწორდაო, შეწყვეტო. არავითარ შემთხვევაში. ჯობია სულ არ დაიწყო ანტიბიოტიკით კურნალობა, მაგრამ თუ დაიწყე, სრული კურსი უნდა ჩატარდეს. ანტიბიოტიკების მიმართ ალერგია მაქვს და ნაკლებად ვიყენებ. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ვირუსული გრიპი ან რაღაცა რო შეხვდება, აი ჩემი 25 წევრებს მიგვიღია. უბრალოდ კონსულტაციის გავლით. არა, არ ვიყენებთ და ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ შვილი მყავს ბიჭი უკვე 27 წელს, რომელიც ბავშვობიდან არის ალერგიული ანტიბიოტიკების მიმართ. ბაქტერიოფაგები ძალიან მოგწონს, ჩვენ ვიყენებთ ამ წამლებს, ასე ვთქვათ, ძალიან შედეგიანია ეს ყველაფერი. ვცდილობ არ გამოვიყენო, იმიტომ რომ უკუჩვენებას ბევრ შემთხვევაში იძლევა. ბაქტერიოფაგების შესახებ თუ გსმენთ? ბაქტერიოფაგები რა თქმა უნდა, კი. და მომხმარებელიც ვარ ხშირად. ანტიბიოტიკებს ვიყენებთ, მაგრამ ექიმის დანიშნულებით. გსმენთ რა საფრთხეები შეიძლება? საფრთხე ესე ექიმის გარეშე არ უნდა მიიღოთ, იმიტომ რომ 6 თვის შვილი მყავს და ეხლა დაემართა ალერგია, ექიმის გამოწერილი იყო. ორგანიზმს ავნებს, იმუნიტეტს აგდებს და ძალიან არ გვიყვარს. სანამ ანტიბიოტიკებს აღმოაჩენდნენ, მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი კვლევა ბაქტერიოფაგებზე, როგორც ადამიანთა ბაქტერიული დაავადებების სამკურნალო საშუალებაზე. ბაქტერიოფაგები უტევენ მხოლოდ თავიანთ მასპინძელ ბაქტერიებს და არა ადამიანის უჯრედებს. ამიტომ ისინი ორგანიზმში ბაქტერიული დაავადებების მკურნალობის პოტენციურად დადებითი კანდიდატები არიან. ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების არსებობა კი თანამედროვე სამყაროში უფრო და უფრო დიდი პრობლემა ხდება. ამიტომ კვლავ იზრდება ფაგების როგორც სამკურნალო საშუალების შესწავლისადმი ინტერესი.
დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, გამაგრძობთ გადაცემას. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოსცა სამენოვანი ნარკვევი, რომელიც აერთიანებს ტაო-კლარჯეთის კულტურასა და ისტორიას. ნარკვევის სამეცნიერო ხელმძღვანელი ბატონი გოჩა საიტიძე, ისტორიკოსი, დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია. მოგესალმებით ბატონი გოჩა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ამდენხნიანი პაუზის შემდეგ კვლავ გვაქვს საშუალება თქვენ შეგხვდეთ ამ ფორმატში. ახლა სტუდიაში არ ხარ თქვენი ნაყოფი. არა, ახლა ძალიან გვიხარია მოკლედ თქვენი სტუმრობა. რაც შეეხება გამოცემას, რომელიც არის ძალიან კომპლექსური, აი მაგიდაზე არის წარმოდგენილი 3 ტომი და სამენოვანია, ასევე როგორც აღნიშნე, რითი არის ფასეული, რითი არის გამორჩეული, საინტერესოა და უფრო ვრცლად რომ გითხრათ, თუ რას მოიცავს. კი ბატონო, მოგახსენეთ, მივესალმებით ჩვენს ძვირფას და საყვარელ მაყურებლებს. უპირველეს ყოვლისა აღნიშნავ, რომ სათაური, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არის ტაო-კლარჯეთი ისტორიულ-კულტურული ნარკვევი და ჯერ პირველ რიგში ვიტყვი, რომ ამ ნარკვევის ესე იგი ამ სამენოვანი და ეს არის ყველაზე ფასეული და ამაზე მე კიდევ განსაკუთრებით აღნიშნავ, გამოვამხვილებ ყურადღებას ავტორთა კოლექტივს დავასახელებ თქვენ ნებართვით, ძალიან სერიოზულმა მეცნიერებმა იმუშავეს ამ დიახამნაში. ეს არის კოლექტიური ნაშრომი, გადანაწილებული იყო თემატიკა და ავტორებმა, იმუშავეს რედაქტორები გახლავართ მე და ჩემი კოლეგა და მეგობარი ბატონი ბუბაკუდავა, პროექტის მენეჯერია ქალბატონი ირმა პერიძე და ძალიან სერიოზული ღვაწლი აქვს მას ამ წიგნის გამოცემაში, სამენოვანი ნაშრომის, ხოლო ავტორები გახლავთ როგორც ძალიან ცნობილი მეცნიერები, ყველასთვის კარგად ცნობილი, ასევე შედარებით დამწყები, მაგრამ უკვე გამოცდილი მკვლევრები, კერძოდ ესენია გახლავთ ქალბატონები ნანა ბურჭულაძე, როზეტა გუჯეჯიანი, ნათია ფონიავა, ნესტან ჩხიკვაძე, ნათია ხიზანიშვილი, ხოლო მამაკაცებიდან ბატონი გიო გაგოშიძე, ბაკუდავა, ნიკოლოზ ჟღენტი, თქვენი მონომორჩილი და გიორგი ჭეიშვილი. უმეტესობა თქვენი ჩამოთვლილთაგან, ჩვენი კარგად ნაცნობი რესპონდენტები. რა თქმა უნდა და შესაბამისად, როგორც აღინიშნა წამყვანი ეს გამოიცა ნაშრომის საგანგებოდ უნდა აღინიშნოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით გახდა პროექტი, წამყვანი ორგანიზაცია იყო როგორც აღნიშნეთ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და გამოიცა გამოცემული არტანუჯის ბაზაზე და ძირითადი ბირთვი ამ კოლექტივის არის ეს ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ და არც არაერთხელ ვისაუბრეო ყოფილად შევქმნით 2003 წელს ტაო-კლარჯეთის შემსწავლელი, ასე ვთქვათ, სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის შემსწავლელი კვლევითი ცენტრი და იმ ბაზაზე ბირთვი, როგორც იტყვიან, დღემდე მოვდივარ და აი ამ ბაზაზე გამოიცა. ეს რაც შეეხება და ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც მონაწილეობდა ამ წიგნის გამოცემაში. რით არის ფასეული? მოდი ახლა ამაზე ვისაუბროთ. აი ეს წიგნი. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ის, რომ ეს არის პირველი შეიძლება თავად თქვას განმაზოგადებელი ხასიათის ახლა ჩვენ კარგად ვიცით რომ ამ რეგიონზე მე-19 საუკუნის მიწურულია თუ მე-20 საუკუნის სხვადასხვა ეტაპზე არაერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაშრომი შეიქმნა განსაკუთრებით ხუროთმოძღვრების დარგში დაწყებული დიდი ექვთიმე თაყაიშვილიდან ნიკო მარიდან უკვე საბჭოთა პერიოდში ვახტანგ ბერიძე პარმენ ზაქარაია რა თქმა უნდა ვახტანგ ჯობაძე საგანგებოდ უნდა ვახსენოთ რომელიც დადიოდა ამერიკის სახელით მაშინ იმ პერიოდში როცა რკინის ფარდა იყო ჩამოყალიბებული ნატოსა და საბჭოთა კავშირის შორის ის ახერხებდა მე-20 საუკუნეში რომ ემოგზაურა და ძალიან ძვირფასი ნაშრომებით გაემდიდრებინა ჩვენი მეცნიერება ბატონ ვახტანგს ჯობაძეს და აი მე მოგეხსენებათ 90-იანი წლებიდან როცა ეს საბჭოთა კავშირი დაიშალა და რკინის ფარდა ასე ვთქვათ გაიხსნა მას დაილეცა აი მას შემდეგ უკვე არის საშუალება რომ ვიმოგზაუროთ შევისწავლოთ უფრო ფართოდ ეს რეგიონი პირობითი სახელია მოდი ესეც ავთქვათ ახლა როდესაც ჩვენ ტაო-კლარჯეთს ვუწოდებთ ტაო-კლარჯეთი ეს არის პირობითი სახელწოდება იმ დიდი ფართო რეგიონის და ეს საგანგებოდ უნდა აღნიშნო ბევრმა რა თქმა უნდა იცის ჩვენმა ტელემაყურებელმა მაგრამ მაინც რომ აღნიშნოთ რომ ეს არის სამხრეთ საქართველო კუთხეს ქვია მესხეთი ისტორიული კუთხა მესხეთი გახლავთ იგივე ზემო ქართლი ისტორიულად და მესხეთი შედგება 10-ზე მეტი პროვინციისაგან დაწყებული და მათ შორის არის სწორედ ტაოც და კლარჯეთიც სადაც თავის დროზე დიდი აშოტ ყურაპალატი აშოტ ბაგრატიონი გადავიდა და დაარსა ტაოში და კლარჯეთში სამთავრო თავიდან და
ეხლა მე ისე მოხდა რომ აი მესხეთის თელ ამ რეგიონს რაღაცნაირად აი დაერქვა ტაოკლარჯეთ ჩვენ ასე ვიხსენებთ დღესდღეობით მოვიხსენიებ და ძალიან ლამაზად ჩაჯდა ეს დღესდღეობით თურქეთის რესპუბლიკაში მოქცეულ ისტორიულ სამხრეთ საქართველოს პროვინციებს, თუმცა აქ შედის ასევე სპერი, საიდანაც ბაგრატიონები იყვნენ თვითონ ბასიანი, ჩრდილი, ერუშეთი, ყოლა, არტაანი, შავშეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი 10-ზე მეტი პროვინციაა და პირობით სახელწოდება ტაოკლარჯეთი. ესეც აღინიშნოს უნდა და ეხლა რატომ აღვნიშნე საგანგებოდ რომ ეს კი ტაოკლარჯეთი ქვია, მაგრამ მოიცავს რა თქმა უნდა მთელი მესხეთის ისტორიას თავიდან ბოლომდე და ხლა რომ დაუბრუნდე მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ეს დასაწყისში, ხლა იკვლევენ არაერთი ჯგუფია, არა მარტო ქართველები, უცხოელებიც ძალიან სერიოზულად საფუძვლიანად და არის ძალიან საინტერესო ნაშრომები, როგორც მონოგრაფიების სახით, ასევე სტატიების სახით, იმართება კონფერენციები, სიმპოზიუმები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო კვლევაძიება მიმდინარეობს დღესდღეობით ჩვენი ქვეყნებს შორის არის ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა, პირიქით თვითონ ზრუნავენ ჩვენი თურქი კოლეგები და მეგობრები რომ ეს ძეგლებია თუ ეს ისტორია არ დაიკარგოს და ეს ძალიან მისასალმებელი და ძალიან კარგია მათი მხრიდან და აი ეს ამდენი ნაშრომი რომ დაგროვდა აი არ იყო აქამდე ჯერჯერობით აქამდე არ იყო აი განმაზოგადებელი სამეცნიერო პოპულარული ენით დაწერილი სკოლი თავმოყრდა დიახ აი სკოლეების გარეშე და უბრალოდ ადამიანი რომელიც ნაკლებად ერკვევა და არ არის სპეციალისტი დაუშვათ ამ რეგიონის მაგრამ აინტერესებს ხო აი ამ კუთხით არ ქონდა განმაზოგადებელი ხასიათის სამეცნიერო პოპულარული ნაშრომი და ეს ამ ნაშრომი ამ ხარვეძი რა ეხლა ეს დრო მოიტანო ეს უნდა გამოსწორებულიყო რა თქმა უნდა და ეს უნდა მომხდარიყო და გავაკეთეთ ეს საქმე ფიქრობ არც თუ უმნიშვნელო რომ ისტორია გაბმული ისტორია და ჯერ ისტორიული გეოგრაფიული მიმოხილვა, მე გაბმული ისტორია უძველესი დროიდან და მოგეხსენებათ ახლა ეს იყო ქართველთა სამეფოა თუ უძველეს პერიოდში, მე ერთიან საქართველოში, მე მოიქცა თურქეთის ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში, მანამდე სამცხე-საათაბაგოს სამთავრო იყო მოგეხსენებათ ჩაყელების ხელმძღვანელობით, მე ოსმალეთის იმპერიაში და მე ნაწილი რუსეთის იმპერიაში, ნაწილი თურქეთში და მე დღეს მოხდა ისე რომ საქართველოშია რამდენიმე პროვინცია დანარჩენი თურქეთშია. აი ეს მთელი ისტორია თავიდან ბოლომდეა გავლილი და პლუს ამას არის კულტურაზე. პრინციპში ყველა დარგი, დაწყებული ეპიგრაფიკა, კედლის მხატვრობა, ყველაფერი ილუსტრირებულია წიგნში. ძალიან უხვად, მაღალი ხარისხით, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე არის ნამდვილად გამოცემული. კედლის მხატვრობა როგორც აღვნიშნე, დიალექტები, სხვადასხვა კუთხეში, აი პროვინციაში დაცული დიალექტები, ეთნოგრაფიული ყოფა ცხოვრება ქართველთა, ყოფა ცხოვრება და ასე შემდეგ. ალბათ როზეტა გუჯეჯიან მამიმართლა რა თქმა უნდა ჩვენმა როზეტამ პლუს ამას სალიტერატურო სკოლა ქალბატონი ნესტან ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით დაიწერა ძალიან სერიოზული სალიტერატურო ხელნაწერები ანუ პრინციპში კომპლექსური შეიკრა ყველაფერი ერთად და უშუალოდ თქვენ რა მიმართულებაზე მე ისტორია რა თქმა უნდა ისტორია მე-10 საუკუნიდან მე-20 გუნემდე აი განსაკუთრებით ახალციხის საფაშო მანამდე სამცხე-საათაბაგო ერთიან სამეფოში საქართველოსში ეს მეკუთხე ანუ ქართველთა სამეფოს შემდგომ პერიოდზე და მინდა აღვნიშნო რომ ეხლა მე ვიცი რა შრომა ჩაიდო აქა და სწორედ ეს არის რომ თითოეულ აი ამ დაუშვათ ერთ გვერდზე თუ ორ გვერდზე და ეს არის დაწურული იმ უამრავი ლიტერატურიდან რამდენ რა შრომა ჩავდეთ თითოეულმა ჩვენგანმა დაუშვათ იმისთვის რომ ერთი პატარა ის დაწერილიყო ქვეთავი საჭირო იყო 10-ზე მეტი ლიტერატურის დამუშავება და მეტი ხანდახან 20 და 30-იც რომ ის მერე დაიწუროს, ანუ რეალურად რომ შევხედოთ, ეს არის კი ახალი კვლევის ელემენტები ჩადებულია ჩვენივე ექსპედიციებიდან აღებული და სხვები, მაგრამ ძირითადად ეს არის აი უკვე არსებული ჩვენამდე ჩვენი გამოჩენილი თუ ნაკლებად თუ ყველა კვლევის და არავის ღვაწლი არ დაუკარგოთ მათი შეჯამება რომ იტყვიან საქმეს. ეს ერთი. ძალიან მეორე. მაშინ გეტყვით. და ძალიან ფასეულია ის რომ ეს წიგნი ჯერთი ქართულ ენაზეც არ ქონდა, ხო? აი თქვენ გიჭიროთ ქართულ ენაზე სწორედ ეს, მაგრამ ამავდროულად იდენტური ზუსტად და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ესეც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია რომ აი გამოიცა აიდენტური ტექსტი, პარალელური თარგმანი და აი ამან წაიღო განსაკუთრებით დიდი დრო, ძალიან ძნელი იყო ინგლისურ და თურქულ ენებზე. ანუ ეს არის კუთხით მნიშვნელოვანი, დიახ, სამენოვანი გახავთ, ეს სამივე იდენტური ტექსტია და შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ თურქულ ენაზე ეს წიგნი არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ.
თურქულ და რა თქმა უნდა ინგლისურ, მაგრამ განსაკუთრებულად დიახ, თურქულიც რომ რადგანაც არ არსებობს ახლა ჩვენი უცხოელი კოლეგები, უჭირთ ახლა მოგეხსენებათ ახლა ქართული ენის წაკითხვა, უჭირთ, ამიტომ ისე გამოდიოდით თითქოს ჩვენს წვენში ვიხარშებოდით ხოლმე. და ახლა იქნება საშუალება რომ წაიკითხონ ინგლისურენოვანმა მკითხველმა, წაიკითხოს თურქულენოვანმა მკითხველმა, მათ შორის ქართველებმა თუ არაქართველებმა არ აქვს მნიშვნელობა ერთ სიტყვით ყველა, ვისაც ამის სურვილი ექნება. აი აქედან გამომდინარე, აი განსაკუთრებული მნიშვნელობა აი ამას აქვს ჩემი აზრით. კი, რა თქმა უნდა. აი, კი ბატონო, მოგართმევთ. ჩვენ გვისაუბრია იმის შესახებაც, რომ წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობით, ასევე აშოტ კურაპალატის მოღვაწეობით დაიწყო საქართველოს გაერთიანება და სწორედ აი ამ საქართველოსთვის გამორჩეულ კუთხეში ჩაეყარა საქართველოს ერთიანობას საფუძველი. ქალბატონელენ მოგეხსენებათ, აკვანია ჩვენი სახელმწიფოებრივი, ჯერ კიდე დაიან დიაოხი ხო ტაო არის, იქიდან მოყოლებული ძველი წელთაღრიცხვიდან და შემდგომ უკვე ქრისტიანობის შემდგომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთიანი ქართული სახელმწიფოს აკვანია მოგეხსენებათ ეს კუთხე და ის რომ მისი დიდი ნაწილი ამჟამად თურქეთის რესპუბლიკაში არის მოქცეული, ახლა ეს ისტორია, ეს კაგებით ვეკიდებით ამას ყველაფერს, მაგრამ ისტორია ასევე ისიც რაც იყო, ხო? რეალურად იყო. აქ მე პირდაპირ ძალიან მნიშვნელოვანია და საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, რომ ეს წიგნი არის დაცლილი და აბსოლუტურად არის კიდევ ვიმეორებ ხოლმე თვითონ ავტორიც ავარ და შეფასებითი ნაწილი თუ ახლავს ვთქვათ მოვლენებს წიგნში. გარკვეული არის, რა თქმა უნდა, მეტნაკლებად, თუმცა როგორც მინდოდა იმის აღნიშნა, რომ ეს არის წიგნი დაცლილი ყოველგვარი ფობიებისგან, ყოველგვარი ასე ვთქვათ, იკერძოების ნეგატიური და დაუშვათ შეურაცხყოფელი ფრაზებისგან და ასე შემდეგ. ეს არის დაცლილი მშრალი ისტორიის გაბმული თხრობა, რომელშიც წაიკითხავს ნებისმიერი ადამიანი იმას, რაც იყო რეალური. ანუ აქ არ არის რაღაც გამოგონილი ფაქტები, რაც არ მომხდარა. ასე რომ რაც იყო, რა ვქნათ. და კიდევ ფასეულია ჩემი აზრით რა იცით? ერთვის წიგნს ბოლოში. ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, რომ დღეს ასეთ პოლიტიკა იყო ყოველ შემთხვევაში თურქეთში, რომ იმ ძველ ტოპონიმიკას გადაყავთ თურქულ ენაზე, დაუშვათ სახელწოდებების, სოფლების, დაბების და ასე შემდეგ და ძალიან რთულია ხოლმე, როდესაც ჩადის ადამიანი, გაერკვეს ეს რომელი იყო ძველად. ამიტომ ამას დართული აქვს თანამედროვე თურქულ სახელწოდებებთან ერთად ძველი ქართული სახელწოდებები აბსოლუტურად ყველა პუნქტის თუ რამე არის, მოგეხსენებათ ის დაყოფილია ილებად, კი? ყველა აბსოლუტურად პუნქტზე შეგვიძლია შეგვიძლია ადამიანმა ნახოს, რომელი თანამედროვე, რომელი მიესადაგება ძველ ქართულად. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გრჩება და ბოლოს მინდა გითხოთ, ბოლოში კითხვა იყოს ეს ფაქტობრივად როგორ სწორები არის მგზავრკლები და წარმოსახვად აუპლაგიაციას და მათ ვინც ახლა ინტერესდება ან გაცნობის ან შეიძლება იგივე გვრის როგორ სწორები წიგნი ძალიან დაეხმარება. ძალიან დაეხმარება და აქვე მინდა მათთვის აღნიშნო, რომ ვინც ახლა იწყებს ფიქს ამ კუთხეზე, რა თქმა უნდა, უნდა გაეცნო, მაგრამ ეს არის საკმაოდ სკელტანიანი, შრომატევადი, ძიმეც არის ფიზიკურად და ძიმე, თუმცა შემდგომში ის გაყიდვაში იქნება, ხა ამჟამად ჯერჯერობით არ არის და იქნება და შეძლებენ მის შეძენასაც და ჩვენ ვამზადებთ, აი ბოლოს ამას მოგახსენებთ, რომ გამზადება და გეგმაში გვაქვს, აუცილებლად გავაკეთებთ ამას, აი ამ ნაშრომის საფუძველზე გავაკეთოთ უკვე ეს არის ისტორიულ-გეოგრაფიული გზავკვლევი. აი უკვე ტურისტული გზავკვლევი, სადაც უკვე ტურისტულ პატარა ფორმატის, უფრო პატარა ფორმატის, აი ჯიბეში რო ჩაიდებს, ამოიღებს, დახედავს, წაიკითხავს. აი ეს იქნება შემდგომი ჩვენი ნაბიჯი ასე. მადლობა ელისაბედი რო წავა, ამას წაიღებს და მომიყვება მე როგორ მოეწონა. თქვენ ბატონო კახა და ძალიან დიდი მადლობა ბატონო კოჩა საინტერესო საუბრისთვის. ამ შესანიშნავი პროექტისთვის მე შევახსენებ მაყურებელს, რომ პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი ისტორიკოსი გოჩა საითიძე საუბრობდა სტუდიაში. დღევანდელ გადაცემას კი კახა მიქიაშვილი და ელისაბედ აბულაძე უძღვებოდით. დიდი მადლობა რომ გიყურეთ. ბედნიერ დღეს გესურვებთ, მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.